და მოკლედ რა რო გახსნა ცეცხლი ეგრევე გავიცალეთ. 1 საათი ნახევარი გავქრჩით. ამ кайხანი არ გამოჩენება არც ვიცი. ხო, ვინ არის შენი სპონსორი? ჩვენი სპონსორი არის რამოდენიმე სპონსორი ყავს. აბა? ყავს ბეცონ სპორტი, რომელიც არის სპორტული ამბების არხი, შენ მოგიყო. არის ჰერიო, ესეთი ქართული დინამიკების კომპანია, ალბათ გაგიგია. კიდეც. შენი მეგობრებიც არიან ჩართულები მაფიაში. ასევე არის Force Food-ი, შოტლანდიური ვისკი არის, რომელსაც შემოგთავაზებ, მაგრამ მე მგონი არ სვავ თუ სვავ. რა იცი ცოტას ვეპარები ხო. ალკორიუმში და ვისკის სახლში არის. და კიდევ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, რომ თუ მოგინდება მაინც და მაინც ჩვენი სტიკერების მოხმარება, წახვიდე ვეიპორიაში და მოგცემენ, რომ თუნდაც გამოგვიწერო, ისე არ გაძლევენ. სიამოვნებთ რატომ არა? დახტო? ხო. ვართ უკვე. ნახე როგორ ჩაარიკრიკა ყველა სპონსორი. შვიდად. და ასევე ხელთათმანები არის, ახალი შენი. ნახე დაბადების დღე მქონდა ხალხნო და მაჩუკეს ძმებმა მოტოციკლეტის ხელთათმანები, რისთვისაც მადლობა გოგას და ახალას. მაგრამ ლოხებივით რო არ გამოვჩდეთ, რჩევა იყო ესეთი ბაიკერებისგან, რომ იდეაშიო მოკლეებსო, ჩვენ არ ხმარობთო, თითებს უფრთხილდებითო და მაინც და მაინც მოკლეს, ნუ უყიდიო და გოგამ კიდე აიტეხა, რომ ზაფხულია და გრძელს ახლა ეგ არიხმარსო და. ამიტომ მოკლე. გაერკვევი გზა და გზა. მაგრამ მაინც თითებს მოუფრთხილდი, ჩემი რჩევაც იქნება. იმიტომ რომ იმ ისინი აქ რა აქ მე ვიღაცამ დამწყება თითებს. რა და მოერთი 10 თითიდან 6 მოტეხილი მაქვს. მართლა? შენთან პიანისტված რა. მაგას გეუბნები რა, რენტგენი ხო ნანახი გაქვს შენ. რა ხდება? ასე არა, ვიღაცა ბურღავს. შენ რენტგენი ხო გაქვს ნანახი საკრო. კი. მანქანაში გადავდივდი და ვერ მოვასწარ ხელს გაყობა დაკეტა კარი რა. ეგ ერთი ტიპი. ეს ერთ მეორე მესამე სართულიდან რაღაც პანაშვიძე ვიყავი სამეგრელოში ჩასული და ეგეთ მეგრული კიბეები რო ხო დახრილი. და აი ფეხი რომ უნდა გადმომდგა შუქი ჩაქრა და სადღაც გადავაბიჯე რა. და წამოვედი ეს და იქაც თითზე და რაღაც იმენა თითებზე მემართება. ხო და თან პიანისტებს ხო განსაკუთრებულად მოსაფრთხილებ. ხო და მაგას ვიძახე რა. მე იყო პრობლემები დაკვრაში? აი რაც შეეხება იმ შუათიც მარჯვენა ხელზე ეგონათ რომ მოსაჭრელი გახდებოდა და ეგრე დაჟა ეს რომ დაგორდი კიბიდან კიბიდან რომ დავგორდი ეს ფალანგებიდან ამოვარდა და გარეთ იყო და ესე ჩამოვედი თბილისამდე რა სამეგრელოდან რა და ნუ მოგეთ არც ერთ იმაში ქალაქში გზაზე რა არ მიეკანან ევგენიძის თითის სპორტში რა და თბილისამდე მომიწია ჩამოსვლა და თბილისში რომ მოვედი ეხა ელშუქი მოვდა და შუქი არის ამ დროს რა ელშუქი მოვა თუნდაც კაც ქვია ელშუქი სახელად ეს პროფესორი მოვიდა ესეთი 100 წლის დიმენსია რა ქვია იმას პარკინსონი და გული გამესკდა და დამიმუშავა და სამ დღეში მოვდიოდა რომ მივედი პირჯვარი გადაიწერა აი ნამდვილად არ მეგონა რომ მიიღებდა უკან ამ ეგ როდინდელი ამბავი იმინა მოგწყდა თან ეს ამასთან კავშირში აღარ იყო რატო ამ ძვალი ისე გაწყდა შიგნით აი ამ ორი ფალანგიდან ამოვარდა რა მეც მაქვს თითების პრობლემა просто მე ნერვისგან მაქვს ნერვი მაქვს დაზიანებული და ურთიც ვერ ხმარობ და ისე ამას კუნთი რომ მოძრა იცი რაც ვარჯიშისას აი რა ან მყესი გამიწყდა რა აი ბიცეპსი ამივარდა ბიცეპსი ამწყდა ძვლიდან და საბოლოოდ მე ოპერაცია გამიკეთეს და ოპერაცია მისქნა რა დააზიანა ნერვმა მე თითების მოძრაობაში მაფერხებს და არ მიცდია იმის მერე რომ ან გიტარის ან ლადებს ხო უნდა მოჭერა ან კლავიშზე დაკვრა რაღაცები არ მიცდია როგორ წაიღებს მაგრამ წესით ეგეთ პრობლემა არ უნდა იყოს და ნელია რა ესე ვამოძრავოთ მაგრამ ნელა ხდება რომელი კლავიშნიკის არა ზოგადად რაღაც თითების ხმარება ეგეთ მარტივი აღარ არის ჩემთვის ხელები ისეთი რამეა რა კი შენთვის ხო და ატყობ ამ ტრამვებს არა ნუ რაღაც პერიოდები მქონდა რომ გიჭირს ერთი პერიოდი 4 თითს უკრავდი რა აუ მაგრამ შენ ისეთ აკორდს იღებ რომ თითები შეიძლება გატეხილი თითების ბრალი არის რა ქვია მაგ აკორდს ვისი აკორდიაო რაღაც აკორდს მაჩვენებდი რომელსაც ვერ ვიღებდი რახმანინოვის თუ ვისი აკორდი არა რახმანინოვის არა ეს რაღაცნაირი დოდან ფამდე და შუაში კიდე აი ურთულესის on ერთად იღებ თუ ადგლუმს საკეთ არა ერთად არა მაგრამ просто თითები არ მწდება რა
დოდან ფამდე, ანუ დედონ ფამდე ვერ მივდე, დოდან მიმდე მივდივარ. მე დოდან ფამდე ვიღებ და პლუს იმას განლაგება აქვს ისეთი ინტერვალები, შუაშიც ძალიან სულ ესაღებია, რომ ერთად აიღო რა. შენ ჩათვალე რომ ის გაქვს რაღაც იოგის ხელი გაქვს. ხო, ახლა 6 წლიდან ესე გახსნილი. ისე ძალიან უცნაური იყო ესეთი პანტომიმისტი ჩვენი ცნობილი შალიკაშვილი ამირანი იყო ჩემი პედაგოგი რა პანტომიმას გვასწავლიდა და ტიპს ქონდა უნარი ესე ხელით ეს ხელს დებდა ანუ ისეთი დამუშავებული ქონდა და მიერთებული პირდაპირ ტვინზე რომ ესე ხელს დებდა კონცენტრირდებოდა და ხელი სივდებოდა აი რა ასო აი ეგრე შენ თვალით გაგნანა ის შემაი ის რომ თან უცნაური ხელი ქონდა ძალიან ლამაზი რაღაცნაირი გრძელი აი ცოტა დანაუჭებული და რაღაც აი ნუ რაღაც ტრუკი ქონდა ეგეთი რა ეკატერინე მდივანი კიწის რა ხვრის მამა შალიკაშვილი არ ვიცი მე მქონდა ბედნიერება აი მამამისთან შემოქმედებითი ურთიერთობის რა მოზარდ მაყურებელთა თეატრში იყვნენ ესენი და ერთი სპექტაკლი გაკეთებული მაქვს მაგათთან ერთად ისე საოცარი ტიპი იყო რა და მაგარ თეატრი ქონდა კი ძალიან მე შულემა გააგრძელეს ხო ნუ წარმოიდგინე ხტიპი რა ანუ ხო არის პლასტიურად ნახოთ ხელს და ყველაფერს ესე ყველაფერს რა ისე გაქვს რაღაც ღმერთივით რო ხმარობ დაიწყებ შენით მოყოლას რა არა უნდა ჩამოუყვეთ ხა თავი ჩვენ ბაზრობთ მუსიკის ისტორიაზე ხოლმე რა ყველა ადამიანი ყვება თავის ისტორიას და მე ერთიანობაში იკრება ქართული მუსიკის ისტორია რა ეხლა მე ჩემი თავი არ მახსოვს მუსიკის გარეშე რუსთავზე ცხოვრობდით რაღაცა ერთი დიდი ოთახი ქონდა და პატარა ესეც საძინებელი სადაც ჩემ დიდბებია ესეძინა დანარჩენი სულ ყველა ერთ ოთახში ცხოვრობდით რა მე დედა მამა ბებია ჩემი და დიდი ბებია რა და პიანინო იდგა რა და ხამებდებოდი უკრავდი 3-4 წელს და მამა ჩემი იძახდა რომ ეს ფსიქიატრთან მივიყვანოთ ვერ არის ბავშვი სკოლაზე და ნუ ბებია ჩემი მიცავდა რა ფსიქიატრთან კი მუსიკაზე მივიყვანოთ რა და პირველი ჩემი გამოსვლა იყო როცა ვიყავი 6 წლის ციცინო ციცკიშვილი იყო ესეთი პედაგოგი იმაში რა პიონერთა სასახლეში ასწავლიდა ბავშვებს და მასთან იყო მთელი მზიური და ესენი იქ დაიწყეს ყველამ რა და ეკაკახიანი და ქეთინო ფირცხალავა 4 და 5 წლის მის იუბილეზე მე დავწერე სიმღერა პირველ კლასში ვარ და შორტებში დიდი ბანტებით ფოტოს არსებობს რა ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში სიმღერებს წერდი კი მაგარი ხო და საიდან რატომ მოხდა ბებია ჩემი მყარდა სახელმწიფო ანსამბლში კავსაძესთან ერთად აი იმ ანსამბლში რა და ეს მუსიკის და ჩემი დიდი ბებია როგორ მახსოვს აი ციკო გარმონიკოს ეძახდნენ ესეთი გარმონი იყო და მაგაზე უკრავდა რა და როგორ რითმი ქონდა ესე უკვე მე ნუ რამდენიმე ვიყავი სადღაც მე 7-8 კლასში რო გარდაიცვალა დიდი ბებია და ეხლა მე ირაკლი ჩარკვიანი და რაღაც რომ მუსიცირებდით ხოლმე ის რითმებს გააყოლებდა ჩვენ დაკვრას რა 87 წლის იყო თუ რაღაც და ასე რომ ბებია ჩემის მხრიდან აი ეს მუსიკის სიყვარული და რაღაცა სულ იყო რა და მე გამიმართლა რომ ბებია ჩემის მეზობელი მარგო ესეთი ქალი იყო რომ მუსიკის მასწავლებელი და მიმიყვანა მარგოსთან მოასმენა და მარგომ თქვა რომ ესო ნიჭიერი ბიჭიაო და მიმიყვანა სანდრო მირიანაშვილთან და სანდრო მირიანაშვილი ცხოვრობდა იმ სახლში სადაც ცხოვრობდნენ მორის ფოცხიშვილი და მორის მოასმენეს ჩემი პატარა ასაკში რა და მორისმა მესამე კლასს დამეწერა ლექსი სიმღერისთვის. მართლა, მაგარია. და ჩემს ცხოვრებაში არ შემიძლია რომ მადლობა არ უთხრა დავით თორაძეს და მორის ფოცხიშვილს 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჩემი საავტორო კონცერტი შედგა ჩემი ნაწარმოების ხელოვნების სახლში სოლოებში. და გუგული თორაძემ და მორის ფოცხიშვილმა წარმოადგენეს. გამიმართლა რა ბავშვობიდან რა. და მე 7 წლები და 10 წლები და მე 7 წლები დაამთავრე მესამე მუსიკალური ჭავჭავაძეზე იყო კუთხეში მე 10 წლებში გადავედი და მე 10 წლებში დაამთავრე მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავარდი შენ კონსერვატორიამდე ისეთი ხუთოსანი იყავი ხო თუ კონსერვატორიაში ხუთოსანი იყავ არა ხუთოსანი არ ყოფილა არცად
იდეურად გეუბნები რაღაცა. სულ რაღაცა ვასცენდი და სულ შატალოები და რაღაცები, მაგრამ რაც შეეხებოდა ჩემ პროფესიას თვითონ მუსიკას, მანდ კი მე გამიმართლა რომ ხა იქაც მოსკოვის კონსერვატორიაში ისეთი პედაგოგები მასწავლიდნენ, რომ მათი წიგნებით ასწავლიან ყველა მსოფლიოს კონსერვატორიაში, რა დღეს რა ხალოპოვით ასწავლიან პოლიფონიას, ალექსეევიჩ სოლფეჯოს პირადად მასწავლიდნენ წარმოიდგინე. ეგ რომელ წლებში იყავი შენ კონსერვატორიაში? მე ჩავაბარე 77-ში. 77-ში. იქ რაღაცა ტუსოვკაში კლასიკოსებში იყავი? რა თქმა უნდა, მე პრინციპში რუსეთში რო კითხო ხა მაგალითად ევგენიძის ჯაზი თუ რაღაცა საერთოდ არავინ არის ხო? უფრო როგორც კლასიკოსი, იმიტომ რომ 23 წლამდე ჩემი 7 ბალეტი არის დადგმული. დიდ თეატრში, მარინის თეატრში, ნიუ-იორკში, ახალ ოპერაში რა და კლასიკა არის ჩემი პრინციპში რეალურად მე რომ მკითხო მე ვინ ვარ კლასიკოსი ვარ. ნეტა ეხანდელი კონსერვატორიაც ეგეთი კლასიკოსების მეტობით არის თუ უკვე ის იქნება რაღაც. ხელოვნურ კონსერვატორიაში არის ჩემი მეგობარი ვალოდია ტარნაპოლსკია დღეს რექტორი მოსკოვის კონსერვატორიაში ვინც იმ პერიოდში იგივე პედაგოგთან სწავლობდა ჩემზე უფროსი იყო რომელთანაც მე სიძელნიკოვი გვასწავლიდა კომპოზიციას. შენ ხელებიდან ვინმე დადგა მაგ დროიდან? აი ესე რო გითხრა რომ ძალიან ცნობილი არა. ის საინტერესო არის ჩვენთანაც ხო გაჩნდა სხვადასხვა პროფილი ხო აქ აკაურ კონსერვატორიას იყო მარტო კლასიკური მიმართულებით ეხა ჯაზია ისა რაღაცა ხო და მაგის გარდა კიდე კომპიუტერი და რაღაცა ხო რაღაცა ხო სწავლიან მაგრამ ეგ რეზომ შემოიტანა გიქნაზე კი პრინციპში რეზომ დროს მოხდა უფრო რა და იქაც იქნება და უკვე რო შეხვალ ალბათ ის იქნება ჰიპსტერული და კაცმა არის ეს ხა იქ რა ხდება არა ზოგადად ვიძახ კონსერვატორიას იქ წარმოდგენა არა მაქვს მართალი კითხვა დიდი ხანია რა ეხა ისეთი ხდება იქ რომ აი მტრისას უკვე ისეთი განწყობები ეხა რო უყურებ ვიდეოები მხდება ეხა ის ბოლო დაბომბები აქეთ რო გაუკეთა უკრაინამ რა ბენზინები ხო ის ხდება ყაიშეშ და ეხა გუშინ დღეს ქონათ სერიოზული შეტევები და ხალხი გიჟსგავს რიგებია ბენზინი აღარ არსებობს იქ შიგნით რა შიგნით მოსკოვის ტერიტორიაზე ეხა აი ვოლგოგრადი დაიბომბა ხო და აი ისეთ ქალაქებს ეგეთ რესურსებს უფუჭები რომ ხალხის ხო რო ხელში ამოუვიდეს მაგრამ როდის უნდა ამოუვიდეთ ხელში ვერ ხდება ანუ აქამდე ეგეთ რეაქციები არ ქონათ უკვე კეტავენ გზებს მაგრამ თან ეხა არჩევნები მოსდით ხო ეგათვა აი ეგ რაღაცა კულტივიზაცია თუ არ დასრულდა თვითონ ხო მაგრამ მაგათ თავებშია პრობლემა ანუ გამჯდარი აქვს სანამ ლენინს არ დაასაფლავებენ არაფერი არ შეიძლება ეგ გონდია ხო არა კაშების მერტნი უწევთ და ეგ ყველას ხო ყველას გჭირს აქითაც იქითაც გაკულტება ადამიანების და მე გვიან ხვდებით რომ პრობლემა არის აბა მე რა ხდება იმის რა ქვია კონსერვატორიაში ჩააბარე ну მე ძალიან ისეთ დროს წავედი მე ამერიკაში ჯერ საბჭოთა იყო რა გამიმართლა ისე რომ იყო ეგეთი ჯგუფები peace delegation ერქვა ამერიკელები ჩამოდიოდნენ აქ ჯგუფი და აქედან ჯგუფი მიდიოდა გაცვლა იყო რა ჯგუფების ეს უკვე პერესტროიკა არის 88 წელია ხო ნუ უკვე მოშვებულია მონტი და თბილისში ვარ ჩამოსული დამთავრე უკვე ასპირანტურას დამთავრე მოსკოვის კონსერვატორიის და იქ შენ წახვედი თუ მიდი მოდიც გააქაურობასთან რამე ფორმით კავშირით იქ რო სწავლობ იქ ხარ ნიუ-იორკში წავედი მე იქიდან ძალიან მალე წავედი უკვე 4 წლით კანარის კუნძულებზე რა მაგრამ ნიუ-იორკში იყო საოცრება ის რომ შენ იცი ის ირაბიჭუკოვას და მაიკლ მეტიუსის აუ მაგას მე მოყვები არ შენ რომ თქვი ჯერ მოყევი და მე ხო და ჩემი კურსელი რომ მივდივარ ამერიკაში რომ გაიგო და რო ჩახვალ ჩემი დისკმარი არისო იქო და დაიკონტაქტეო რა კი მეთქი რომ ჩავედი ნიუ-იორკში დამხვდა ვიღაცა ნაცნავიანი კაცი ესე დათო უჭირავს ხელში რა და ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ტუი რა რჩეულიშვილი თუ გახსოვს რა ურამე ხო და ჩვენი მეგობრის მამა და მივიდა ეს მაიკლ მეტიუსი ჩვენ ნიუ-იორკში არ შევდიოდით პირდაპირ ნიუ-ჰეივენში მივდიოდით უნივერსიტეტში მე ბოსტონი ნიუ-იორკი არ იყო რა იმ და ჩემთვის ამერიკა გო ნიუ-იორკი რა და აეროპორტიდან რო სადღაც ნიუ-იორკი ახლოს და რო ვერ უნდა ნახო რა და მივიდა ეს კაცი დათოვისაც ეჭირა ხელში ჩვენ ჯგუფის ხელმძღვანელთან ტურისტთან და რაღაცა უთხრა რა და ეს მეუბნა მე ვგიშოფო ნიუ-იორკში ჩამოგიყონს ნიუ-ჰეივენში რა ну წავყევი ამ კაცს რა ლექსინგტონ ავენიუზე 5 სართულიანი სახლი ფანტასტიკური სტუდია და ну გამაცნო ორნეთ კოლმენი
მანოლო ბოდრენა ვიღაც საოცარ ჯაზმი მეთქი რა ნაცნობა მოყავს მეთქი რა მაგარი ნაცნობა მოყავს თუ რაღაცა მე კიდე საოცრება ბოსტონში ჩავედი იცოდა სად მიდიხარ მე სად მიდიხარ მეთქი ბოსტონში და ბერკლიში ალბათ შეგატარებენო კი მეთქი არის მეთქი სიაში ბერკლის ექსკურსია შევდივართ ბერკლიში ვიღაც კაცი გამოდის რომელია ევგენიზე და ვერ მივხვდი ვაფშე საიდან უნდა იცოდეს ხო თქი მე ვარ აბა დაუკარი რა რაღაცა იქვე რა და მეორე დღეს ნიუ ინგლენდ კონსერვატორიაში კონცერტი ამის დარეკილი იყო რა იქაც რა მე მოუყვები ერთ ჩემი გადმოსახედიდან ხო ვაფშე აზზე არ ვარ ეს ამ ისტორიას მარტო მუსიკოსები მიხვდებიან მაგრამ მაინც მოუყვები რა ხა ვინც მიხვდება მაგრამ გაუსწორდება ამის მერე გადის 30 თუ რამდენი წელი გამოდის 88 წლის მერე რავი აი ერთი 2 წლის წინანდელი ამბავია რა დათოსთან მივედი სტუმრად რა მედალიკა მივედი და ვიღაცა დათოს კურსელი ქალბატონი არის და თავისი შავკანიანი შვილი ნუ არაფერი რა ვიცი ხა მე რა ვიღაცა ქალბატონია ზიან ლაპარაკობენ და მეთქი ხარში უშლი იქ დავჟე ტელევიზორს უყურებ და ეს ქალი ყვება რომ ხო ჩვენო ლამპებსაც ვაკეთებთო და ხო ცოტა ყური გამექცა რომ მეთქი რა ლამპებზეა ბაზარი თქო და გიტარის კომბების ლამპებს ვაკეთებთო და მეთქი რა პონჩი რა ლამპებს აკეთებთო და აღმოჩნდა ეს ქალი ელექტროჰარმონიქსი ესეთი ფირმა რომელიც მუსიკოსებმა იციან ძალიან მაგარი პედლები არის და არა მარტო პედლები და ლამპებს აკეთებენ და ეს ქალი ყოფილა იმ დამფუძნებლის ცოლი დათოს ჯგუფელი მაიკლ მეთიუსის მოიცა ეს გოგო იყო შენი ჯგუფელი ეს ქალი ის კაცი არა კაცი ხმარი იყო ეს ქალი და ამ კაცის კონტაქტებზე ვაპარაკობ და მე ამდენი წელი სანამ ნიკამ არ მითხრა რომ ეს კაცი ვინ არის არ ვიცოდი და თან აღმოჩნდა ჯიმი ჰენრიქსი მაგის გამოყვანილი ზეპელინი და ნუ აი რაღაცა რა და ამ კაცს კარგი კონტაქტები აქვს მე ვიძახდი რა ჰენდრიქსმა გახადა როგორ თუ არ ვწდები ხა მან აზე ვერ ვამტკიცებ ვერაფერს, მაგრამ გონი კი არა ჰენდრიქსი ხმარობდა ამ ელექტროჰარმონიკს ვიცი და დიდი შანსია რომ ელექტროჰარმონიქსი ჩერეს ჰენდრიქსი გახდა ცნობილი რა. და ნუ მე 94-ში ჩავედი კლიპს რო ვიღებდი რა არბაკაიტესთან ერთად და იმ პერიოდში ამ კაცმა მოიყვანა მე სკუტერი რეპერი და ბარონ ბრაუნი ფანტასტიკური გიტარისტი და მე მაშინაც არ ვიცოდი რომ ვინ იყო ელექტროჰარმონიკის ფლობელია რა. ნიკასგან გავიგი. там დიდარი კომპანია ძალიან. ბიჭო, ანუ როგორი რაღაცა ეს აი რა კომპანია გითხარ. ფლობელი რა ის დაბერდა ის კაცი და ამას შეება კომპანია. ფენდერი ხო იცი რა, ანუ ფენდერია ჩათვალე რა. ოღონდ ნუ просто გიტარას არაკეთებენ და აი კომპონენტებს ლამპებს აკეთებენ და მე წარმოიდგინე იმავე წელს პირველად რო გავიცანი ეს კაცი დამადებინა ხელშეკრულება Skyline Studios-თან ნაწილიანი. და მე როგორც ყოველთვის წავალ თბილისში და ჩამოვალ და მე 94 წლამდე აღარ ჩავსულ. აუ, მეც რა მინდა რომ მოყვე კანარებზე როგორ მოხვდი 80-იანებში. ანუ ხო ძალიან უცნაური ხმე კი ვიცი ეგ. ლიკას აქვს თავის პერსპექტივიდან მოყოლი. ხო, მაგრამ ტექნიკურად არის საინტერესო, ანუ ვაფშე როგორ მოხდა კავშირი რა. მოხდა რა. ჩემი ბალეტი დადგა ფრანგმა ხორეოგრაფმა დიდ თეატრში. ვერა ბოკატორო იყო ეგეთი ფრანგი ხორეოგრაფი და ავტოპარტია რა პრემიერის მერე ამ ქალთან ვარ სახში. და ვიღაც ფრანგები ზიან ფრანგია რა ეს მაგისტოსოვკა იყო რა და დანიელ რიშტეხის შვილი უბრალოდ და კიდე ვიღაცები რა. და ჩემთვის მაშინ ეს არა კლასიკური დაკვრა იყო აი ერთმანეთის დაბადების დღეებზე რო ვაკეთებდით მე და ირაკლი ჩარკვიანი საღამოებს მან თორე ესე კლასიკოსი ვარ რა ბალეტებს და იმებს და იქაც ვერამ დაუკარიო რა დაუკარი. უსებეს კაცი მეუნება რომ კანარებზე არ წახვალობდა რა პერიოდია ესე რომ ერთი ფილმი მაქვს ბელმონდო რო თამაშობს რა კანარებზე რომ ის რაღაცა მე გამეცინა ეხა რა საბჭოთა კავშირის დროს რა კანარები რა. წავედი თბილისში მირეკავს ეს ვერაბოკადორო შენი ფაქსი გამოგვიგზავნა და ფაქსი ვაფშე რა არის არ ვიცი რა მეთქი ხوار მაგინებს ფაქს. ხო და მე გავიგე მეთქი სად შეიძლება რომ გამოგიგზავნო ტელეგრაფში იყო ტელექსი რა. და იმას აძლევდი რომ მიდიოდი ტელეგრაფში შენთან მოდიოდა ეს მოდის ხელშეკრულება ცარიელი გრაფებია რომ სადაც უნდა ჩავწერო დღიური რა რამდენი მინდა და არც ბენდი მყავს.
და ბენდისო რა, რადგანაც ჩათვალისო ბენდის ყავს რა. ხა ჩემ ერთად ვწავლობდით მე და პავკა კვაჭაძე და პავკა სურეკა მეთქი რაღაც კანალების პონტია რა და მეთქი რაღაცა ვქნათ და ჯაფარა სალაღა და მაია ჯაბო და ეკაკახენი, იმიტომ რომ პროგრამა არ ქონდა რა, არანაირი ინსტრუმენტალური და ამ სიმღერებით უნდა დაგვიწყო მე იქ რაღაცა მოგვეფიქრებინა. და უკვე კუპონებია რა. და ეხლა ვფიქრობ რომ $15 ჩავწერა მეთქი არებევროს რა. და საწყლები ვართ მაგ დროს. და არ ჩავწერე არაფერი რა. ამდენს გიხდიდან დღეში $1500 დღეში რა სიძახი მაგ დროს აი აბსოლუტური აბსურდი იყო ჩავედი და გავხდი ვარსკვლავი იქა რა იმიტომ რომ ყოველ დღე უკრავდი იქვე იწერებოდა მუსიკა და ეხა კლუბისთვის როგორ მე ეს გაბაზრდა რა იქ რომ აი ამ კლუბში კაფე დე ფრანს ერქვა ფრანგების იყო და დამფუძნებლები იყვნენ ბელმონდო ალენდელონი და ფრანგული ტუსოვკა იყო რა ეგეც მონაკოს პრინცესა ჩამოდიოდა და რაღაცა და რომ აქ იკვრება ყოველდღე ახალი მუსიკა და ეს თელს აი ამ ქალაქში ლას ამერიკაში უკვე ყველა მიცოდა რა და ვერ შემოხვიდოდი ისეთი ხდებოდა და ბოლოს ხალხი რო არ ეტეოდა მე მოვიტყო რომ სარეპეტიციოდ იქნება რამე მოგწყვეტ რაღაცები დამეწერა და ოკეანის პირას გაშალეს ღია სცენა. ეგ ვიდეო მაქნა ნახე. და ღია სცენა ხო გაშალეს და იქ დავიწყეთ დაკვრა. და ხალხი დგებოდა, ჩერდებოდა და ისინი ხო ბიზნესმენები არ არიან, დადგეს მაგიდები და გამოდის რომ ორჯერ მუშაობდით, კიდე გაგვიზარდა ხელფასები რა. გარეთ და მე შევდიოდი ჩიგნით კლუბში რა. და ბოლოს ისე პოპულარული გავხდი რომ მოსკოვის სანტა-კრუზის კონსერვატორიაში ლექციებს ვაძლევდი. და 4 წელიწადში ფესტივალი ჩავატარე კორიდაზე სანტა-კრუსში რა. ინცი ვინ ცხოვრობს სანტა-კრუსში? კუნთელა. ჩვენი მეგობარი ცხოვრობს ესპანეთში. ხო. რაღაც კანარებზე არის, მე მგონი გადავიდა, მაგრამ თუ გვიყურებს კუნთელას მოკლედ. სანტა-კრუსი ტენერიფეა, რა ის კუნძული. ტენერიფეზე ცხოვრობდა, ხო რა, სადღაც მანდარი. მე კაი ხანი არ შეიძლება ფეისბუქზე. და 4 წელი იყო ეს 64 რა, საგიჟეთი. იმ ტიპა თავის პონჩი წაგიყვანა იდეაში, ანუ თავის სტუმროთ მაგის გართობა ყოფილიყო, ანუ თუ არა, მე რო გეშენ გეკუთვნის ესეთ ადგილას რომ მოგისმინო, არც ინტერესი არც არაფერი, პროსტო და საოცრება რა იყო, რომ ჩვენ 6 კაცი რა, მაია ჯაბო, ეკაკახიანი და ეს კვარტეტი, ხო? ხუთ ისა გვაქვს რა VIP ბილეთები რაღაც აგიჟეთი და იმ პერიოდში წარმოედგინე ჩაუფრინდით მადრიდიდან ხდება 2 ჯიპი ღამია რა შუა ღამია და მიგვიყვანეს შევედით გარაჟში და გარაჟიდან ავდივართ პირდაპირ საძინებელში ეგეთი აღშევ ლიფტით და აღმოსვენ რომ ალენდელონის ვილაში მიგვიყვანეს რა აი და დილას რო იღვიძებ და ფანჯარაში რომ უნდა გაიხედო საათ ჩამოხვედი და ეს პალმები ოკეანი და ვიღაცა კუკურუკუ თუ რაღაცა ზღერსაი ნუ ცებრო სხვა სამყაროში ხარ რა ნუ მაგარი იყო ძალიან რა რაღაც ესენი მე გვიან წაიყვანე ცოტა არა ერთად ჩავედით ყველანი ერთ არა ბავშვებს გეუნები კაცო ლიკაც ხოთ მაგას ესენი შემდეგ წასვლაზე რა უკვე რა იმიტომ რომ მაშინ არც ვიცოდი სად მივდიოდი ან სეზონურად იყავი ხოლმე იქ თუ არა მე უკვე რო ჩავედი ერთ წელიწად ნახევარი აი ცხოვრობდი რა 4 წელი იქა რა ის იმ დროს საზღვარგარეთ გასვლა ის დეცი იყო მე მახსოვს რა ის არის ვალერა 97-ში გავიდა და ისე ვინმე არ გამოგაყოლეს მაშინ ისა ბიჭო აი არ ერთი იყო რომ მაგრამ იცი რა უკვე 90-ია ხო ეგ 99 97-ში ვალერა წავიდა კგბ-შნიკი გააყოლეს ჩვენთან არავინ არ იყო ერთადერთი მოვიდა ვიღაცა სტოიკასთან მდგევარ ვიღაც ამერიკელი ტიპი მოდის იქ და გამარჯობა დათო რაღაცა და მეთქი ვინ არის მე ძალიან მაგრად ვიცი ქართული თუ რაღაცა და მეთქი მაიქ ჩათვალე კგბ-შნიკად რა შეიძლება არა ბიჭო არა აღმოჩნდა რომ მაგას აქვს უცხოელებისგან გაკეთებული ქართული ხალხური სიმღერების გუნდი და მე პარიზში ჩემ კონცერტზე მიიღეს მონაწილეობა. აქ რაღაცა მომხდარია უკვე ეს 9 აპრილი და ამბები? აი 9 აპრილი მე იქ ვიყავი რომ მოხდა. ანუ წახვედი, ანუ ჯერ კიდე ის დაკვირვება იქნებოდა წაშით. ხო, მაგრამ აი ესე ვერ იგრძნო რა. ხა თან მე ბედის წერამ როგორ რაღაცებს გამიყვანა, 94-ში უკვე ფესტივალს რო ვაკეთებდი. ეგ იყო ზურა
წერეთლის კონტაქტი. ანუ ზურა მეუბნება რომ წახვალო. ნიკო დაურეკი ამ კაცო რა, ჯონ პალმერს. აზე არა ვარ ვინ არის ჯონ პალმერი რა, საოცრებას გიყვები. ჩავდივარ, ტელეფონი მაქვს ამის რეკავ. მოგზავნით რომ მეთქი აი ეს ბატონმა ზურა წერეთელმა მომსა თქვენი ტელეფონი. საგიჟეთია. და ვინ არის ჯონ პალმერი? ამას ვიგებ უკვე კონტაქტის მერე რამოდენიმე ხანში. მივდივარ ამ კაცთან რაღაცა საოცარი ვილა რაღაცა რა და 5 დაცვა გავიარეთ თუ რაღაცა და მივედი და კარლოსა რა ჩვენი. კარლოსასთან უკვე 4 წელია უკვე მეგობრობ რა და ნუ ხა აქ როგორ მოყვება და მოყევი კაცო აქ ხო და მოკლედ რა ამ კაცმა მოგცა ხოთვარსკვლავიან სასტუმროში სუიტი რაღაცა და იქ ცხოვრობდა კარლოსა გადმოვიყვანე ჩემი ძმაკაცი რა და გაიფობდით რა იმ პერიოდში. და ორ კვირაში მიბარებს ეს კაცი და მეუბნება რომ ის შენი მეგობარია. ეს კარლოსა იყო ტექნიკი რა თუ რაღაცა და გაუშვიო და ხა მე არ მაკადრა და კოვზე მივიპოვეთო რა. ხო და მეთქი ხა იმას თუ გაუშვებ მეთქი მეწავალ ძმაკაცი თუ მიგდებ მეთქი მეწავედი მეთქი გამოვედი და რაღაცა ვილი მომზებს ინგლისელი გეძახისო. აუ შენო მაგარი კაცი ყოფილ ხარ ძმაკაცი ვარ გაწერილ და მაძლევს სამსართულიან ბუნგალოს ბასეინით რა. და ამასთან რა პონჩი იყავი ვაფშე ამ ჯონ პალმერთან? ხო არა რა რამეში და რო დაგჭირდეს და ჯერ არაფერი არ არის რა. და მე მაგან დამიფინანსა მომცა 10 მილიონი დოლარი. ფესტივალი რა. მაგრამ ვინ იყო ეს ჯონ პალმერი? მე-20 საუკუნის ქურდობა ვაგონი რომ მოიპარეს. ნუ ინგლისში. 3 ვაგონი შევეს შუა ვაგონი რო გაქრა ოქროზოდებით. აი ეს არის ჯონ პალმერი. ეხლა მოკლეს, ეხლა დაბრუნდა კანარებიდან ინგლისში. და გაქცეულის პაბექში იყო თუ მოხდილი ქონდა? არა, არ ქონდა, ვერ ჩადიოდა იგი და აქ ხელუხლებელი იყო რა. აქ ცხოვრობდა და იყო მილიარდერი და მაგის მოგონილია ტაიმ შერინგი რა ეს. ჰაერში რო ყიდიან რა რაღაცა როგორ ანუ ერთ ბინას რო ბევრი ოჯახი იყო. 100,000 ჯერ რო ყიდულობს რა. და მე როგორ რაღაცა იყო მე აზე არა ვარ ეგ ჯონ პალმერი ჯო ვიღაცა რა ვიცი ვინ არის რა ამ სერიოზული афеრისტი რაღაცნაირი ტიპია ბიჭო ვინც аферистი კი არა მე-20 საუკუნის ქურდობაა გაკეთებული არა ის რო თქვი ის პირამიდაა ხო ეხა იქ სახლების გადაყიდვა არა ეგ პირამიდა ეგ როგორ მუშაობს იცი ეგ სახლების მომენტ აი სახლს ყიდულობთ და მე მეკუთვნის ივნისში 2 კვირა შენ გეკუთვნის ივნისის ბოლო 2 კვირა და აი ესე ნაწილები წლის მანძილზე ყიდი რა და თან ხა ზოგი არ ჩადის ხო ხვდები რას გეუბნები ანუ რაღაც დროს ყიდულობ რა Time- შენი არ არის და შენი არის დრო არის შენი ის დრო შენია. 2 კვირა შენია სულ აი განვიც ძალიან სერიოზული გიჟური ბიზნესია რა არც გამიგია და ნუ ეს საიდან გავიგე ეს ვინ იყო ამდე ხანი ურთიერთობა მაქვს ამ ასპონსორებს ჩემ კონცერტებს რაღაცეებს და ჩამოდის მოსკოვიდან ეგეთი ტიპი რა ლოხაჟიდი იყო იზმაილოვის მაფიოზა თუ რაღაცა საიდან ვიცნობდი რომ ფეძე ბანდარჩუკთან კლუბი ქონდა ერთ-ერთი პირველი კლუბი მოსკოვში ქონდა 90-იანებში ფეძას რა art pictures და იგი თუსოვკა იყო დაკვრები რაღაცა მე აი ჩემი გაის რო არის გამოფენა გახსოვს ანატომია ნივისომას და ეს ტიპი მოვიდა ერთხელ და მე მქონდა მაგარი ოფისი რა გასწინი დვორში თავის აბაზანებით იმითი რა და ეს იყო ძალიან ესეთი რა კარგი იუმორი რო აქვს და კარგი ენა და ბილიარდს თამაშობდა დაბადების დღეს მოვიდა კია მაჩუკა და კიაზე იყო ესეთი შეკრული $10,000 $100,000 მაჩუკა ვახ მეთქი ვინ არის ჟურნალისტი მეგონა ისე ბაზრობდა რა და უცებ ერთ დღეს მოდის ჩემთან რომ დათო ზებნაში ვარო და შენ ოფისში შეიმფარეო რა მეთქი ზებნაში ჟურნალისტი მეგონა რა მე ბიზნესმენი მეგონა წამოვიყვან და ცხოვრობს მოვიდა 3 ლიტრიანი ბანკა კოკაინით და აღარ მიდის რა 2 წუთი ცხოვრობს უკვე აი შეწუხებული რო ხარ რა არ მიდის თუ არ უშვებ არა არ უშვებს არა დაიტოვე არა მაშინ არ იყო მაგის შოვნა პრობლემა და არ მიდის და ფეიზეს ვეუბნები რომ მეთქი ვინ არის მეთქი ეს ლოხა თქო რა და ეგო იზმაილოვოს 5,000-იანი პეხოთა ყავს რა და მეთქი ესე არ მიდის და რაკენია ვიცი უთხარი რომ თან ეს რას მეუნებოდა გენერალი ყოფილა რომ მეუნებოდი მეთქი რომ ხარ არა ვერ ხედავ იქ კაგებეშნიკებით განანო გლუკები ქონდა რა ნუ კოგაიში ჩავალო თუ რაღაცა რა და
და ესე მეუნება მეთქი და უთხარი რომ წავიდნენ. შეიძლება თუმე გამოცდილი ქონია მაგასთან დასჭერზე ყოფილა და ეგრე გაუშვია და რა იმას რომ მე მეთქი წავიდნენ ხო და ადგა წავიდა. და ჩამოდის ეს კანარებზე გამოცანი ჯონ პალმერიო რა. შეხვედრას ნიშნავ ხარ რა. უარი ვერ უთხარი და მოდის ეს ჯონ პალმერი ვერტალიოტით გადაგვაფრინეს სხვა კუნძულზე. 4 ვიღაცა ბოდიგარდი უდგას უკან. ჩვენ ზივარ და თარჯიმანი ყავს რა. ეს რუსულად ბაზრობს და მე არ გვინდა თარჯიმანიოს მეუნება ლოხა მარტო შენგენდობიო. მე უთარგმნი ამ ჯონ პალმერს რა. და იმ ტაიმშენინგში მონაწილეობა უნდა ფულის ჩადება. და ნუ ვილაპარაკეთ რაღაცა ვილაპარაკეთ და ეს გაფრინდა და ჯონ პალმერს ამა ჯონ პალმერს ეუნება მაგრამ ეს ტიმია ნაიბიო შემამოვეიბო რა. ესეუნება ეს რა ვარ გადასაწყვეტია ხა და მე უთხრა he's sure everything will be good რაღაცა და მე ჯონ პალმერს შეიძლება დიპლომატიკაც ხარ 4-ვე ტელეფონი რუსია. და აი ეგეთ ზურაწერის კონტაქტი რა ვაფშე აი სულ აბსურდულ რაღაცა ლიტერატურულ სიტუაციებში ცხოვრობდი რა. მე ტელენოველა. ეს $10 მილიონი თავდექი და 175 კაცი საქართველოსდან 175 კაცი რუსეთიდან წავიყვანე ხოთვარსკვლავიანს. და ამ ფესტივალზე მოყევი ხო? ანუ ნახევარი თბილისი მანდიყო როგორც ვიცი. ნახევარი თბილისი აი ვისაც იცნობთ ყველა იყო ირაკლი ჩარკვიანიანი. ტენერიფეს სანტა-კრუსში იყო ეს კორიდაზე ეს ფესტივალი რა. კატრინ დენევი იყო სპეციალ გესტი მონაკოს პრინცესა. პაკო დე ლუსია, ლატოია ჯექსონი. და ნუ აქედან ჩემი ბენდი, დათოს ნიუ-იორკ ბენდი, ახალი სასტავით. და ნუ ვარსკვლავები, ირაკლი მყავდა ჩარკვიანი წაყვანილი და ნუ ყველაფერი გადავიხადე მოკლედ და ორ ჩამოვიდე ტაქსი ფული არ მქონდა რა იქიდან რა. ოღონდ ყველაზე მეტი ფული რა წაიღო არცი. თვითონ ხო იყო 2 ჩარტერი. დაგვიცადეთ აეროპორტში უთხარი. და თურმე პარკინგი ღირს 3-ჯერ ზვირი, ვიდრე ერთი 10-ჯერ რო გადაფრინდეს რა. და ეს გვიმივით 5 მილიონი წაიღო მომან რა. მესე დამთავრდა კანარების ეპოპეა ამ უზარმაზარი კორიდის ფესტივალით. მამანა ავტობუსით აეროპორტიდან სახში დასვით. და ყველა უკრავდა, ანუ აქედან ვინც იყო წასული, რომ საგულო. არა, იბინე იგულავს, არავინ არ უკრავდა, ირაკლი ღეროდა ეს ჩემთან ერთად რა. მისმინე მე რა ხდება მაგის მერე. მაქედან ჩამოხვედი. მერე უკვე პარიზის პერიოდია რა. მე სულ მქონდა საშუალება დასავლეთში ყოფილიყავი რა. ნუ რუსეთზე აღარ ვლაპარაკობ, ძეგლებს მიდგავდნენ და 2008 წლის მერე არ გამიხედე იქითკენ საერთოდ რა. რა ხდება? ანუ აი პარიზში ჩახვედი, ესე როგორ? ეს ფრანგი ხორეოგრაფი როგორც კანალებზე გამიშვა, ეხა იქ პარიზში როგორი კონტაქტები ექნებოდა ხო წარმოგიდგენია, მაცნობს ფრედერიკ დევილიაც რა. იცი შენ ფრედერიკის ისტორია, ეგეც საოცარი ისტორია. აუ, ეგ მოყევი ფრედერიკის მაცნობს მიკეთებს რამოდენიმე კონცერტს სან-ჟერმენის თეატრში, აუდიტორიუმის თეატრში და ჩამოდის საქართველოში რა. და ხელშეკრულებას მატებინებს 20 წლიანს თუ რაღაცა აი საგიჟერთი რა. წამოვედი თბილისში და кайხანი ისევ აღარ მივდივარ რა. ჩავამაკითხა და გაგიჟდა საქართველოზე რა და დაემთხვა იმ წელს გარდაიცვალა მორის ფოცხიშვილი. და ხალხის რაოდენობა რო ნახა. დასაბლავეს ვინ მოკიდა მეთქი პოეტიო და დეგოლზე არ ყოფილა ამდენი ხალხი პარიზშიო და მეთქი ჩვენთან გარდაცვალებულებს მეთქი ესეთი პატივი აქვს მეთქი რა. და უცებ მეუნება ეგეთ რამეს რა მეც მინდა საქართველოში მოგვდეო. რამდენი ხალხი იყოს ჩვენთან ამ ვინც არ უნდა იყო 20 კაცი მოვაო რა. და მივდივართ, აღარ მიდის რა და იქიდან მაგის პარტნიორები ურეკავენ ჩამოდი, სამ ჩამოვიდი ძლივ 64-ში აღმოჩნდიო რა. 90-იანებია საგიჟეთი ხდება ეგ. და მივდივართ ციხისძირში რა, მაშინ ძველი სასტუმრო იყო რაღაცა რა. მთელი დიდი სასტავი ვართ გაგა კიკნაძე, ფისასო, ნიკუშა შენგელი, რავია, ბევრი ვართ რა. და უგრიარებთ ვართ რა ჩვეულებრივად რა. და ერთ-ერთი დღეა ბრუნდებით სასტუმროში ბოლო სართულზე ცხოვრობდით.
დავიმშვიდობე, შევიდა თავის ოთახში და აი მე ჯერ შესული არა ვარ ჩემ ოთახში, ფისას გვერნაძე მორბის ფრედერიკი გადავარდაო რა. შემიგა. ჩავარბივარ, არც მახსოვს როგორ ჩავარბინე და გაკვირებული სახით გარდაცვალებული. ათაუში. გადავარდა? გადავარდა. და ფარდა ეჭირა ხელში, შევა ფარდას ხურავდა რაღაცა რა. და მახსენდება სიტყვები, რომ საქართველოში მინდა სიკვდილია. სიკვდილი, რომ აქ ამდენი ხალხი მოვიდეს, ურეკავ დედამის. ჯერ რა თქმა უნდა, იმან გააგებინა სერვისია, სპეციალური სერვისია რა. და უკვე რომ გაიგო ეს ამბავი და ვრეკავ, რომ მეთქი თქვენს შვილს მეთქი ესეთი რამე აქვს ჩემთვის ნათქვამი რა. რომ საქართველოში მინდა დამოსაფლავო ბევრი ხალხი მოვიდეს მეთქი და თუ თქვენ ამას ანდერძად ვთვლით მეთქი მე ჩემს სასაფლაოზე დავასაფლავებ მეთქი თუ არა და ჩამოგიყვანთ მეთქი ბარიში თქო და ერთ საათი მაცალებს მეფსაც დაველაპარაკებიო რა ერთ საათში მირეკავს რომ ვიცნობ ეგო ანდერძზე არისო და ისინი ჩამოვიყვანე და ჩემი დის გვერდზე პირველი საფლავი არის ფრედერიკი ქარი დასაფლავებული აუ რა სიგიჟია ბიჭო სტუმრად რო ყავს და ტიპი რო გებრიდება არა ნუ ეგ და მე იმაში შევარნაძე მოვიდა პანაშვიძე და ხალხის რაოდენობა იყო თელი თბილისი იყო რა აი ზუსტად რაც სინატრა ის ახთა რა და კათოლიკურ ეკლესიაში ორკესტრი გავაკეთეთ რომელიც უნდა წაგვეყვანა და საუნდტრეკებისთვის მუსიკა უნდა გაგვეკეთებინა პარიზში რა იმის მერე ჩამოსულან ოჯახის წევრები ან საფლავზე ან რაღაცებით ჩამოსულან ეხა ბოლო პერიოდი არ მქონია კონტაქტი ვაუ რა უცნაური ამბავია და ეხლა ბავშვები ლიკაც იქ იყო პატარა იყო მაშინ და ანუ ბავშვები ქვევით თამაშობდნენ საგიჟეთი იყო რა აი მართლა გააგა ფისასოვში ანკათი და რამაზიკოთი და რა ოჯახებით ვიყავით ყველა რა ბაია ნიკოლაიშვილი რა ყველა ძალიან დიდი ის ვიყავით რა ასანუ რეალურად მე ჩემი რასაც შანსები მქონდა კარიერა გამეკეთებინა ძალიან ბევრ ქვეყანაში მაგრამ ყოველ საქართველოს ვირჩევდი რა მე მაგის მერე რა ხდება მაგის მერე აიხაც რა 2008 წელს იდგმებოდა ჩემი ბალეტი იმაში მარინის თეატრში და უარი ვთქვი იმიტომ გიორგიევის არ ვიცი თუ გახსოვთ რომ მოხდა 2008 წელი ჩავიდა ცხინვალში და ქართველებისთვის დაუგრა შოსტაკოვიჩის ფაშისტური სიმფონია და ავიღე პარტიტურა და გამოვარდნი რომ მე არ მგცემ ბალეტს მეთქი იცი რა მაინტერესებს თქვათ შენი ნაწარმოები სადმე როცა იკვრება რა ანუ რაც არის ბალეტია თუ ოპერა თუ რაც იქნება ეგ შენთან მოდის ხო ავანსად კი საავტოროები მოდის აი ხა მაგალითად ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ბაბუა იყო ნუ ისეთი მხატვარი სერიოზული სადაც რუსეთში თავის დრო ძალიან ადრე რა და ნუ მოკდა ის კაცი აიხნესი და დღემდე ამ ოჯახს იქიდან აქვს რამეს თუ იმის რა ქვია მაგას საავტორო უფლებები რაღაცას ამის სცენოგრაფიით თუ აკეთებენ ამათ სცენის ხატვარი ხო ალბომაში და ანუ ტიპს დღემდე ბიჭო და ისეთი სოლიდური ეს არის სამუდამო მემკვიდრეობით ვისაც გადაეცემა შენი უფლებები იქ მოვა და მოვა საფრანგეთში არის იმის წევრიც ვარ მე სასემის და ეხა უკვე ჩემი უფლებები გადავიცი ქართულ იმას სადაც ჩვენ ყველანი ვართ და იპოას რა რუსეთში 54 ფილმის საუნდტრეკის ავტორი ვარ რა 54 ფილმი რა ამბავ ნუ საგიჟეთი ხდებოდა ჩემზე მე-9 როტას მერე შემოსევა იყო რა მე-9 როტა შენ გააკეთე ეგ იმის აღებული მაქვს მე-9 როტაში ოქროს ბანდარჩუკა არის ბანდარჩუკია კი ნიკა ოქროს ვერძი ოქროს არწივი მაგის ვიდეო მაქვს ნანახი ლიკა რო იღებს შენს მაგიურად მაგ ჯილდოს და რატო არ მიხვედი რა მოხდა არცი ნომინაციაში ჩემ გარდა არ ვიცოდი ვინ იქნებოდა წარდგენილები და ფეძა მეუბნება რომ არც ყავსო რა კონკურენტიო რა და შენ აიღებ ასიანიო რა მაგარი ხველოდები გამომაცხადა ნავიდე და უცებ ნომინანტებს აცხადებენ გია ყანჩელს და ხედავ დარბაშიზის ოხუჩი და ეხლა მე რო გამომაცხადა ნავიდე და გიამ არა იღოს ყანჩელმა და რო და ავდექიდე გავიპარე და ლიკა მაიღო ჩემი პრიზი რა შემცხვა რა გიას წინაშე მესმის მაგრამ ნუ ხა მე ვერავედი რა უცბად ვიფიქრე მე თქვი მიშამეს ხარ ჩატარა თქო იქ
მიშა რო იყო იქ. მიშას რო ეძინა ოსკარებზე. სხვათა შორის რაღაცა 80-იან წლებში ამერიკულ ფილმისთვის დავწერე ფალკონი მუსიკა. მე იმ ფილმის მუსიკა გამოიყენეს სპექტაკლი დაიდგა და ემიზე იყო წარდგენილი. მე გავიგე პოსტფაქტუმერე რა. ცეზარიცა ჩემ მუსიკას აღებული საფრანგეთში. სპექტაკლი? არა, ფრანგი რეჟისორის ფილმისთვის. რამე ინტერესა, ანუ რამდენი ფილმი 53 თუ რა? 54. 54. ანუ ყველა ფილმისთვის ცალ-ცალკე მუსიკას წერდი თუ რა პროსტო მუსიკას? არა, როგორ წერდი იცი მუსიკას? მეცხრე როტა დაწერილი მაქვს ეკრანთან. ანუ ახოდუ უყურებდი და პირდაპირ აი ეს ეკრანზე ნანა ჯორჯაძე რო გამიგიჟდა რა რო წერდით რა. თელი ფილმი აი უკვე გადაღებული და დამონტაჟებულზე. ფეჯამ მასალაზე გავაკეთე და აქ დამონტაჟებულზე როგორია თან კაი ფეჯასთან ომია ჯარია და იქ სინქრონი აქ ჭირდებოდა. აქ არის ბენდია თავარი გმირი რა. და უკრავენ უნთან ხელები უნდა გაარტყა. სხვა შორის უცნაური და ქართულ კინოში მათ ქართული ანუ ნანა ჯორჯაძის გაგაკეთებული მეტი არაფერი არის ქართული. დათო ჯანელიძეს დათო კოტეტიშვილის ფილმები აი იმ თაობის რა ეხა მაშინ თელი ჩემი საზოგადო საერთოდ შეაბარა რა დიტო ცინცაძე დათო ჯანელიძე დათო კოტეტიშვილმა გოგიტაჭყონია ამათთან კვეთები საიდან ქონდა ირაკლისთან თქვათ და იმასთან კოტეტიშვილთან და ვიღაცებთან ბავშვები მე და ტატო კოტეტიშვილი პირველი კლასიდან ერთად ვიყავით. ანუ პირველი სკოლიდან ვიყავით რა. და მე და ირაკლი გეგა იყო ერთ დღეს და ერთ წელს დაბადებული ლიასთან, ჩემდასთან რა. და ჩემი და რო გარდაიცვალა დაბადების დღეს ჩემთან იხდიდა ხოლმე, აღარ ცალკე აღარ იხდიდა რა. და ან მე გეგასგან ირაკლი. გეგამ გამოცნო ირაკლი. პატარები ვიყავით ძალიან. და ირაკლი თავიდან გავიცანი ბაკურიანში მშობლებს პატარები რო ყავ ხარ წაყვანილი ხო ვიცი ერთი სასტუმრო რო იყო მარცხნივ რო ადიოდი რა და გელა და ნანა ირაკლის მშობლები ამოყვანილი ყავდათ თეონა და ირაკლი და დედაჩემს და მამაჩემს მე და ლია და ეხა ესენი ისეთ ასაკში იყვნენ მშობლები რომ რესტორანში და გულაობა და ჩვენ ვიყავით მიშვებულები რა და დაუპორჭიალობდით რავი რა ვერთობოდით მაგრა რა იმის მერე არ ყავდა ერთმანეთი ნანახი, სადღაც მე-7 კლასში ვიყავი. იარჩეული შვილის დაბადების დღე იყო რა. და მივდივარ და ვიღაც ბიჭი უკრავს პიანინოს და შევხვედე გამოხდა მივიცანი ირაკლი რა. დაუჯექი გვერდზე და 4 ხელში დაუკარეთ. უკვე მუსიკოსი იყო ირაკლი? არა, მუსიკოსი არ ყოფილა არასდროს არ უბრალოდ უკრავდა რა. კარგად გაზრდილი ბავშვი იქნებოდა სახში რო პიანინო ციცის ისიც. ხო რა, ხე გელა რა, თვითონ ხო წარმოგიდგენ ფანტასტიკური რო ისინი აქ. მე როგორც ვიცი ხა ირაკლი თავის აი ირაკლი გახდა სადღაც 94-ში, ხო? სადღაც აი შანსონი რო ჩაწერეს მაშინ რა. ხო აი ირაკლი მანამდე ხან დადასთან უკრავდა, ხან შენთან მღეროდა და ჩემთან მღეროდა. ვაფშე დაიწყო ჩემგან რატო? ჩვენ ვაკეთებდით სად იყო მაშინ კლუბები სკოლის პერიოდში, ვისაც დიდი სახლები ჰქონდა რა. კეთე ეგნატოვოს ჰქონდა სახელოსნო, კეთიანუცა მესხიშვილს ლანას სახელოსნო. კონცერტებს ყოველ წელს რა, სალონურ კონცერტებს რა. და აი ამ კონცერტებით კლუბები სად იყო მაშინ საბჭოთა დროს რა. მე იმაზე რომ მორჩებით ირაკლიზე გეგაზე მაინტერესებს თვითონ გეგას ტიპი რა ტიპაჟი იყო როგორი გეგა იყო უნჭერესი ადამიანი მე არც უფრო ახლო ადამიანი არ ყავს საერთოდ და საიდან მოხდით გეგა ყობახიძეზე საიდან მოხდით ერთად სკოლიდან თქვენ რიასგან ჩემი დისგან ვშო წეღან ხო თქვენ ხან კაი მე და ნუ აი ბავშვობიდან გადაბმულები ვართ რა მეგობრები რა აი უერთმანეთოდ არ არსებობდა რა და თავის ქორწილში მოვიდა ჩემთან არის გაფრენის დღეს ხო თან ისე იყო რომ მე რო ბრუნდებოდი ხოლმე ან საზღვარგარეთიდან ან მოსკოვიდან რაღაციდან ხო არ არსებობდა რომ გეგა აეროპორტში არ დამხვედროდა ეს იყო პირველი შემთხვევა მაგის ქორწილში წამოვიდი სპეციალურად
რომ გეგა არ დამხვდა და რომ გაგიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე ქორწილი აქვს ეხლა და არც ალია რა. ახლა აეროპორტში არ დამხვდა რა. ამაგ დღეს ჩამოფრინდი? ორი დღით ადრე. ხო, გასაგებია და ქორწილში ვზივართ მე ირაკლი ჩარკვიანი, კახათოლორდავა ერთად რა. და ცოტა რომ გაგიკვირდება, ვინც არიან მეჯვარეები, იმიტომ რომ ჩვენი ტუსოვკიდან არ არიან რა. არც ერთი არ არის ჩვენი სამეგობრო. და დაჟე უდნავ იეჭვიანებ რა, ისინი რატო არიან მეჯვარეები და ჩვენ რატო არა ვართ რა. და შედარებით ადრე ავდექი და მოვდივართ. და გეგა გამოგვეკიდა რა. სად მიდიხართო და მეთქი რავი არ ვსვავთ რაღაც დურაკული მიზეზი რა. და მაშინ მქონდა მიღებული ბინა ახალი ნუცუბიძეზე რა და გადასული არა ვარ ჯერ. და იქ უდარნიკი გვედო და იქ ღამღამობით ავდიოდი და მუზიცირებდით რა. და საწახვალთ და მეთქი რავი ნუცუბიძეზე ავალთ მეთქი რა. მოვალო და არც დამიშვი ხვალ სვაძებნიში მიფრინავს მეთქი სად მოვა რა. და ჩვენს ვიბოდიარეთ სადღაც 3:30-ზე მივედით ნუსუბიძეზე მე და ირაკლი რა. და ხდება წერილი. ვიყავით გეგა, თინიკო და კომპანია, სულ ყველა მოსულან რა. იქიდან ქორწილიდან ხო? ქორწილიდან ყველა, აი ვინც კი იყვნენ რა. ბადა და ირაკლის ვეუბნები რომ მეთქი ეთყობა რაღაც ჩვენ რო ადრე წავედით, გავუტყდა მეთქი და მოდი მივაკითხოთ მეთქი რა. 3:30-ია. დილას მიფრინავენ. სანამ ავდექით, სანამ მანქანას ჩავში, ერთი 4 გეგა ხდა რა და მივედი გეგა გაუტროსიქშია, უკვე, იმიტომ დილას უნდა გავფრინდეს რა. ჩააცვა თავის ცოლს, პირველ სართულზე გამოდიოდა ფანჯრები გეგასზე კანდელაკზე. ნუსუბიც გაგზელება კანდელაკი. კანდელაკი. ხო. ეს კუთხის სახლი. და დაუკაკუნეთ ფანჯარაზე, ვა მოხდით, მეთქი მოსულ ხარდო. კაიო წამოვალო, ჩააცვა თავის ცოლს. ჩამოჯდა მანქანაში ავედი და აი თელი ღამე ვიმაიმონეთ ეს უდარნიგზე რაღაცებს მაიმონობდა ირაკლი გიტარის მე პიანოსთან და ერთი მომენტი იყო რომ ჩვენს ცოლი არ იღიმოდა ვაფშე რა და ჩვენ ესე არ ვიცნობდით ახლოს რა და ჩაის ვაკეთებდით მე და ირაკლი და ერთმანეთს ვეუბნებით რომ ჩვენს უჟმურიან ჩვენ არ ვევასებით მეთქი რა ეს ცოლი ყავს თუნდაც ადმიდის რა წარმოვიდგენდით რა და დილა რა აი 2 საათში გაფრინდნენ რა მივიყვანე და არ დამავიწყდება ტურაშვილს ციკში აქ რა შეტანილი იყო თვითონ ქორწილში მესროლა ეს პაჭკა და სიგარეტი და კემელი და რომელსაც ეძა თურქიშ ბრენდ აი ესე მეუნება თურქიშ ბრენდ ვა რა წარმოუდგენელი თუ მესიჯი მეუნება რა ამ თურქიშ აი ესე აწובה თითით და გადმოგვიგდო ეს პაჭკა რა მე მოვიდა და რაღაცნაირად ჩაგვეხუტა ხა ერთი კვირით მიდის ბათუმში რა აი შახუტება არ დამავიწყდება არასდროს რა და შევიდა დავტოვე ირაკლი ელექტრონიკასთან თავის სახლში და გზაში გეგა როგორ მოგვიტყდაო რა ირაკლი ეძახის ცხოვრებიდან მეთქი რა მოგვიტყდა აი რა ცოლი მოიყვანა და აი მივედი ვიძინებ აი 3 საათში თუ რაღაცა ირაკლი მერეკავს გეგამ თვითონავი გაიტაცა აუ ეგ რა იქნებოდა ვაფშე ანუ ბიჭო და მეთქი რა არც თავიჯერები მეთქი მაღადაებს ეს რაღაცა რა მაგრამ მივხვდი რომ ხმა უკანკალებდა რა გელნამ გაიგო პირველმა რა გავუარე ირაკლის წავედით აეროპორტისკენ და ნუ ხადაკეტილი იქ არა ვინ გაგვიშობდა რა არჩა იქ ჯოჯოხეთი ხდება ფილმებში რო გვაქვს ნანახი ეგეთი ალბათ ხო გადაკეტილი და არა ნუ ვერც მიახლოსაც ვერ მიხვდი და რა მომენტის ეხა ჩვენ რაღაცა ინფორმაცია გვაქვს ასამართლოს ვიდეოები გვაქვს ნანახი რაღაც და გამოდიოდა ვაფშე რამე ინფორმაცია იცოდით რა ხდება ჩვენ კაგებეში დაგვიბარეს მეც და ირაკლიც არა და უმეტ არ უთქვიათ რომ იცოდნენ რომ ჩემთან იყო ღამე აი ძალიან უცნაური ირაკლის ვაფშე პოლნი აბსურდი კითხეს არაფერ კავშირი ამასთან და მეც აბსოლუტური მე შევედი და თქვენო სახარებიდანო იოანეს ეს ნაწილი გიყვართო და იმას მეუნება რაც მე ვიცი რომ მიყვარს გული გამისკდა ბიჭო საიდან უნდა სწოდნოდა ეხა მე სახარებაში რომელი ის მიყვარს რა ხო და გეგას უთხრე საყვარელი ლექსი ხო ნუ ვიღაცა ყავდათ რა ხო და მე მგონი თვითრინავში იჯდა ვიღაცა რა ნიკა რომელიც გაბაზრებული არ არის რა ვინ თავიდან ვიახლდათ რა ამათი კგბ-ში ტიპი ძალიან დიდი შანსია რომ უკვე თუ
ეგრე იყო რომ თვითმფრინავი შეუცვალეს და ის რა თქმა უნდა რომ შიგნით მაგრამ შიგნით ვინც იჯდა ვიღაცა თავიდანვე იმ ტაბიძემ ვინც მოხდა ის კაპიტანი დაბრიდეს ერთი სტიუარდესა გარდაიცვალა როგორც ვიცი მე მგონი და ერთი ისა რა და კგბ-შნიკი არ ჩანს ხო შიგნით თვითმფრინავში იყო არ ჩანს მაგრამ იქნებოდა არის შანსი არ არის ყველა ბორდზე არის ერთი არა ისედაც იცოდნენ მაგას რო აკეთებდნენ არა თვითმფრინავი შეუცვალეს მეც ეგრე მგონია ეგ დადასტურებული მგონი არა რა ვიცი მაგრამ შეცვლილი რა რეისიც იყო სხვა რეისი სხვა თვითმფრინავი და ხდება ნიშნავს მაგას რომ იდეაში ესენი თვითმფრინავდნენ ნიკა იაკით სადაც მარტო თვითონ ეტეოდა პირიქით პატარა თვითმფრინავით მიფრინავდა ძალიან პატარა რა შეაწყობდათ აი ეგ რო არა პანიკა რა აჟიტაჟის გარდა ეგ იყო ომიო შევარნაძეს და ინაურ შორის ინაური უშალიშებდა შევარნაძეს როგორც მე ვიცი და შევარნაძე მათ გადა გამოუცვალა თვითმფრინავი რომ არ გაფრენილიყვნენ ვერ წარმოიდგენა რომ მაინც ავიდოდნენ არ წავიდნენ თუ რაღაც მიხდი და იმან მაინც გაატარებინა იარაღები ვიღაცა თავისიანი ყავდათ კომანდაში ვინც შეიყვანა მან მოხდა ძალიან ცუდი რამე რა რომ შეწყალებაზე შეიტანეს რომ შეეწყალებინა და არ დაეხვრიტათ თელმა საქართველოს ხელოვანმა ხალხმა და მე ეთყობა ზევიდან მოვიდა შევარნაძესთან ბრძანება რომ უკან წააღებინეო შეწყალებებია. მაგრამ ეგ ძალიან სენსიტიური თემაა და აი შეხედე თან ჩვენ ხო ლაპარაკობთ რაღაცა არტისტი ბიჭები და იმათ ხო ვერ გააგებინებ იმ ოჯახს ვისი თქვა შვილი გარდაიცვალა იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს პოეტი იყო თუ დრამზე უკრავდა ხო და მაგაშია საქმე რა რომ იმ თითვრინავზე რომელზეც დაგეგმილი იყო და რომელთაც უნდა გაფრენილიყვნენ არ სწორდეს აყავდა იაკი მე ნაფრენი ვარ მაგ თვითმფრინავით მარშრუტკა რა სიგარეტი შეგიძლია მოსი ეს ხარ რო დაფრინავს ხოლმე რაღაცა ხო ატარა ბათუმში დაფრინავს აი და თვითონ აი მაგდენივე იყვნენ ზუსტად თან ისე შეგიძლია ზღვის დონეზე გადაიფრინო რადარიც ვერ გიჭერს ანუ კარჩი თელი ამბავი იმაშია რომ ამათ არ ქონათ ეგ რისკი რომ ვიღაცები იჭდებოდნენ და დააზარალებდნენ იტოქში რა და ამიტომ იყო რომ ეგონათ რომ არავიდოდნენ და იქ ვიღაც არის ინიციატორი ვინც მეორე თვითმფრინავში მაინც აიყვანა მიხდი? ხო. აი გარი მან ის ტიპი არ ჩანს რა ვინც ექნა რა. ხო, ნუ ძალიან შავბნელი ისტორია მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ. ნუ ჩემთვის კოშმარია. მაგას შევარნაძე თუ მოგვიყვებოდა და. არა კატასტროფა. კაი, კიდე მაინტერესებს მერე და მერე რა განცდები ხდება ეს მიწის პროცესები. ემოუშენ დავწერე იმ დღეს როცა გეგას გამიუსაჯეს განაჩენი რო გავიგე რა. ისა რა ქვია ინფორმაცია გამოდის რა ხდება პროცესებზე. აი, ხო, ანუ იგებდით ეგრევე ინფორმაციას, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ჩეკი მიუვიდათ ოჯახში, უბრალოდ ტვინის. ეს უკვე შესრულებული ბრძანების აღსრულების. აი, არიცი როდის მოხდა. სასამართლო პროცესების ის იყო საჯარო? კი, კაცო. გადაიცემდა ყველა უყურებდა. კი, ხალხიც იყო იქ, კაცო. ოჯახის წევრებიც იყო ვიდეოში არის. მე უბრალოდ არ ვიყავი საქართველოში. ერს გაყურებიეს ტიპებს რას ანუ ტრაქს თუ არ დააყენებთ დაგზაფრეს მოკლედ მაგითი თან რა. არა ნუ ჩვენ თაობისთვის ეგ იყო რა გითხრა რა. თან ეხა ეს ხო არ მარტო თაობა ჩვენ ვიყავით უახლოესი მეგობრები. მე ირაკლი რა თქვენზე არისო წნეხი იმ კუთხით რომ თქვენ ხო რა თქმა უნდა ეხა სადღაც აი ამ რაღაცებს იძახით რომ ესე ხდებოდა არ იყვნენ ეგენი თლათ ესე როგორც გვიხატავენ და მე კონტრ ისინი არ მოდიოდა თავზე დაჯმები თუ რაც ქვია რომ ყველები არიან და ამბავი ჩვენთან თქვენზე მე აი ვიღაც გარემოსგან რა სოციუმისგან არა სოციუმი ხო იყო გაყოფილი ვიღაცებს გული შედგება და ვიღაცები სოციუმი მე არ მიგზნია რომ სადმე ვინმე სუდი ეთქვას ჩემს თანდასწრებით გეგაზე რა ნუ შევა ჩემ მე ვერ მეუნეოდა ან ხო და გარემოც არის იმიტომ რომ ხო ეგრე დახატეს რომ ესენი მკვლელები არიან ვიღაცები დააზიანეს და მე ის ოჯახები დაზარალებულები და რაღაცა ნაწილი აღშფოთებული იყო და მაგალითად ხა არ მინდა სახელები თქვა მაგრამ ვიღაცებს უფროსებს რამოდენიმეს რო ველაპარაკე მე თვითონ განცდა არ ქონეთ აი ცოტათი იცი სად არიან მათ შორის მოკლედ რა ეგეთ რაღაცას იძახია რომ ბიჭო აბა რა უნდა ეკნათ ხა რომ იქ აი რა ეგ ტექსტი რომ იქითაც ხო ოჯახები იყვნენ და ნუ რავი ხა ეგეთი რამე რო გააკეთეს ნუ რავი დახვრიტეს ბუნებრივი იყო რა რო დახვრიტ ანუ ის განცდა არა აქვს რომ ამენტ ბიჭო ხალხი ეჩვევა
ყველა რეჟიმს. პროპაგანდა. აი, ხო, პროპაგანდა, რომ მე გონია, რომ ეგრე უნდა იყოს რა, იგივე რუსეთშიც და რაღაც პონში ჩვენთანაც უკვე მიღებულ ხო, ნუ აბა რა. ნუ აჭამეს. ხო უნდა ცემო, გარეთ გამო უნდა ცემო, აბა რა უნდა. არის და მაგით რო იცხოვრით ამდენი წელი. ისე მინდა პროპაგანდას გამოვეხმაურო ჩვენ ბიჭებს, მეგობრებს, ბაციკაძეს და გიორგის. ბიჭო, აი ეგ რა არის? ხო თქვი რა, ვაფშე მე ვერ ხვდები რა, ბაზარია. გიორგი კალატოს და ტატო ბაციკაძეს სერიოზული ერიში აქვს ეხლა იმის რა ქვია პროპაგანდის რა. რა ბაზარი არის და რაღაც აუგორის ბალამუტი რომ ვითომ ამათმა ვიღაც ცა კომენტატორები რომლებიც სუდად ლაპარაკობდნენ რომელიღაც სპორტსმენებზე რომ ამათმა გაუპრავეს თუ რაღაცა. აი, ეხლა თავს ხმა სერიოზული ერთკვირიანი. ეგ ხო ყველას კარგად გვესმის, რომ ერთადერთი რაც სვიტოი გვაქვს საქართველოში არის ხვიჩა კვარაცხელია და არ არსებობს ადამიანი, ვინც შეიძლება ცუდი რამე თქვა. იმ დღეს მართლა სანამ ამ ამბავს გავიგდები, ფიქრობდი, რომ აი ერთი რაღაცაა, რაზეც მთელი საქართველო თახვდებით, რომ ხვიჩა კვარაცხელია, ყავს ხატი. მე და ეგ ხო ყველამ კარგად იცის, რომ ტყუილია, რომ მით უმეტეს ტატო ბაციკაძე და კალატოზი მაგათ არ დააჯვავთ. ეგრე აჭმევენ. ხო და რაში აწყობთ ეს ორი ტიპი, რატო უნდათ გაშავება, ეგ ვერ არა ისტორიას რომ განწყობილები არის და არევასებად. ბიჭი არის, წამყვანები არის, სპორტული კომენტატორები არიან და ისა სერიოზული პოპულარული პოდკასტია. და პროპაგანდა უტრაგებს, რომ თქვენო ხვიჩა კვარაცხელეს აჯვავთო. და არის ეგეთ კადრი რამე. არა, ხო, ამაში რა თუ გავიგე, მაგრამ პროპაგანდა ხო იმედი და რაღაც აწოდიან, მაგრამ რაღაცაში აღარ ევასებათ ეს ტიპები რა. ხო, ბიჭო, ოპოზიურად განწყობილი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რამდენი კაცი ნახვის ისა გამომწერის, ხო იცი რამდენი ძალიან დიდი. ანუ ავტორიტეტს უკლავენ, რომ რამე რო იყოს, რომ ამათმა რამე არ თქვა. რეალურად აქტიურ ადამიანებს ეგრე ექცევიან და ის ჩვენი მხარდაჭერა აქედან. ყველანაირად ჩვენი ხარდაჭერა. რა თქმა უნდა. ისა რა ქვია, კიდე მაინტერესებს, აი ეგ კარგად მაინტერესებს ეგ პერიოდი, ეგ განცდები მაგის გარშემო რა, იმიტომ რომ ჩემს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რაღაცნაირი ისი რა, მე ჩემთვის არის ერთადერთი რამე გავგებარი. ნუ ხო იყო რამოდენიმე წლის უკან რომ ვიღაცამ დაარეკა ნათელასთან, გეგას დედასთან და საფლავი პოვეთ. და აღმოჩნდა წერეთლის საფლავი. ხო. და დღეს მაგალითად ამდენი წელი რო გასულია, სადღაც ხო დაასაფლავეს. კი. რატო არ შეიძლება რომ ეს ადგილი გვითხრან რა? შეიძლება ის ვინც დაასაფლავა ისინის გამქრალები არის, აი რას გაიგებ ახლა? O.J. Simpson-ი ვარ ხო. ისა რა ქვია, კიდე ხო ნუ მე ის სადიზმი რაც ხდებოდა ხშვალეთში უკვე ყველა მიცის ხო ეგ ისტორიები რომ ტყუების ფულს რო თხოვდნენ და ის და ეს და მე ვიცნობ ხა რამოდენიმე ოჯახს მათ შორის ჩვენი მეგობრის ოჯახია საერთოდ არის ეგეთი კანონი არის სამსოფლიოში რა ეს უკვე საუკუნეები ეს კანონია მისჯილი სიკვდილ მისჯილი ადამიანია დაუშვათ მე-17 საუკუნეც რო აიღო და გილოტინა რო იყო ხო თუ ამათმა გაუშვეს ეს თავის მოსაჭრელი რაღაც და ის სადღაც შეფერხდა და გადარჩენილია ხო მაგას უშვა მეორეჯერ აღარა გაქვს შენი ხელი და მკვდარია გეგას ესროლეს და პირველი ტყვია ასეც გაიყო და მეორეჯერ ესროლა ეგ ნაღდი ბაზარია მართლა ნუ ესე ეგეთი ამბავი არის გამოსული ციხიდან რა ასიგიჟე არის კარგი მერე და მერე ეგ რაღაცნაირად არ ვიცი ხო როგორ მოგადახარშე და უცნაური ისტორია ამ ყველაფერს ლამაზია ეგ ძალიან ხო რაღაცა უნდა იჩხუბო მერე მეგანახე ან ჯექსონის ეკვებებით ჩემსას გაჩვენებ მე მაგ ძე აუ ჯექსონის კონცერტზე ვიყავი და ჯექსონის კონცერტზე ხარ ნავყოფითო მოსკოვში ხო იყო ჩამოსული რომ წვიმდა რა Rain in Moscow ხო გასულ სიმღერა ხო ეხლა ვნახე ფილმი და დიდად არ მომეწონა ისე ძალიან ლამაზია არის მომეწონა არ მინახავს ახალი ფილმები. ხო, მაგრამ რაღაცნაირი ფენომენი იყო ჯექსონი რა. მაგარი ძალიან რა. ბიჭო, ხო, ძალიან. იმის და მიუხედავად, რომ ეხლა მე ჯექსონის ფანი არავის არ ყოფილვარ, ნუ ესეთია რა. ხო, ეპოქა. აჰა. როგორც მაგალითად ეხლა ბიტლები რა თავის დროზე რა. ნო. იცი არის ცოტა არ ვიცი შენ მაინც შეიძლება უფრო ინფორმირებული ხარ და რასაც უყურებ 21 საუკუნეში ცოტა ის სივარსკვლავი გაქრა რა მაგაზე სულ ლაპარაკობთ ხოლმე ეგრეა კი მაგაზე არაერთხელ გვილაპარაკია აქ რომ აი ეგეთი აი რაღაცა
ტიპები მიუწვდომელები აღარ ხო არიან, რა აი ბოუი როგორიც იყო ყველა სახში ბიტლები რაღაცა იგივე ბიტლები ხო იყვნენ მაკარტნი დღეს ბევრად ხელმისაწვდომი გახდა ვიდრე იყო ანუ ეხლა რეალურად ძალიან ბევრი არიან ეგ ერთი მეორე კი ყველა სახში ყავს ყველას ინსტაგრამია ყველას ტიკტოკი აქვს და ყველას უყურებ ყოველდღიურობაში და ეს საკრალურობის ნაწილი დამქრალია მე ხარისხს ვიძახი მუსიკალურს რა აი ანუ ეგეც მაგას ვერ იყო ხარისხს იმას კი პროდაქშენის ხარისხზე კი არ ვულობ ქარიზმის ხარისხი ხიტის ხარისხზე რა ხო ეგ სხვანაირი სისტემაა დღესდღეობით ეგრე აღარ არის აი არ ვიცი ფიტყობადი არ არის იმ ხელაზე როგორც იყო რა იცი რა როგორი საბეჭდილება მაქვს რომ აი ეს ხო იყო 10-ის თარი იყო 80-იანებში და რაღაც ხო ალბათ ხო რა დიდის თარი სპიდოლაში ეს გადანაწილდა 8 მილიარდ ადამიანზე და ყველა რაღაცას წარმოადგენს და არა უბრალოდ მეგონია რომ ძალიან ბევრი არიან თვითონ ფიზიკურად უკვე სტარები რაღაც კონცენტრირებული ერთ ადამიანში არ არის ბევრი ყურადღება და არის განაწილებული ერთის მაგვირად უკვე 1000-ში არა მე თვითონ რას ვუძახით რომ აი ეხა შევა არ ვიცი ხო აი იმ დროში მაბრუნებს და ამიტომ მიუღებლობა მაქვს ახალი დროის არ ვიცი ახალი მუსიკის ზოგადად და ახალი არა ახალი სუმევასება და სუეძებ ახალს რაღაც პირიქით რა უბრალოდ აი რაღაცა აი როგორ აგიხსნა აი ძეგლი რო ხდება რა ტიპი ეგეთი ძეგლები აღარ არიან რა აი როგორც ლენონი იყო გინდა ვანდერი გინდა დევიდ ბოუი რა რატომ მე მგონია რომ ჯერ კიდევ ეხლა უბრალოდ ცოცხლები არიან ვიღაცები აი ხა ისე ვიძახე რომ დავფიქრდეთ რა ნიქევი რო დაიბრიდება სერიოზული ანუ კიდევ უფრო გათმაგდება მაგისის ტომი ორკი რო დაიბრიდება ასევე მოხდება ეს ბევრი ტიპი გახდა სიცოცხლეში თარები ახლა ჯექსონი სიცოცხლეშივე ძალიან დიდი ხო სიკვდილი პოპულარული მუსიკის ტიპები იყვნენ და იმიტომ ეხლა ნიქევი არ არის ეგეთი პოპულარულის რომ ეგეთი მილი ან ყველას რო ევასებოდეს ეგეთი არ არის ხო მაგრამ ბოუი ხო იყო აი ჩვენსკენაც და პოპისკენაც და მაინც დიდი სტარი იყო რა ეხლა ბოუი მორისონი არის მორისონიც იყო მაგრამ ეხლა არ მგონია რომ ეგეთი მეგასტარი იყო მორისონი ეხლა უფრო ყველა მისის მორისონი აი 70-იანებში დაიბრიდა მე იყო სტარი მაგრამ ესე რომ აი ბავშვმაც იცის ეგეთი არ იქნებოდა როგორც აი ხა ხო მაგრამ ნუ ეგ არ იყო თავის დროზე ალბათ იმიტომ რომ ჭირვეული იყო ეკი და ის ხო ის მაგაზე იძახია რომ სერიოზული პოხუისტი იყო და ნუ ნაწყენია ხო ბევრი მაგის თანამედროვე მუსიკოსი იმიტომ რომ ეგ ტიპი იყო და არ სხვებმა რაც ქნეს რომ ბოლომდე დატკბნენ პოპულარობის მაგაზე ეკიდა რა და ეგ არ ბოდას მაგრამ მაინც დარჩა ტიპი რა ხო ხო და აი საკრალურობის მომენტი რო ქრება ალბათ და ხელმისაწვდომი ხდება ტიპი ეგეთი მნიშვნელობა აღარ აქვს როგორც აი რასაც პრინცი ჩალიჩობდა პრინცი მე ნანახი მაქვს რაღაც დოკუმენტურები და ხელოვნურად მაგას ჩალიჩობდა მაგ მისტიურობას ინარჩუნებდა ხვდები აი We Are The World-ის ჩაწერის ფილმი დევს Netflix-ზე რა როგორ იწერებოდა We Are The World რაღაცა დაჯილდოებიდან გრემიდან თუ რაღაცა ეს მთელი სასტავი წავიდა სტუდიაში და ერთ ღამეშია ჩაწერილი და პრინცი იყო ჯექსონი რაღაც ვიღაცები ყველა იქ არის და პრინცი არ მოვიდა მაგრამ რეკავდა რომ მან რა ხდება ანუ სულ არ უნდა და გარევა ამ ხალხში ხტები აი როგორი დაფიქრი ქონდა ყველაფერი რომ აი მორიგი ტიპი არ უნდა ყოფილიყო რა მაგრამ სახში იჯდა და რეკავდა ღამეში დარეკა ერთი 10 ჯერ რომ აბა რა ხდება მან ხტები ვიღაცას ხაზზე იყო რა თან უნდა და თან აი ამას ინარჩუნა ეგ ყველაფერი ხელოვნურად ჯეიმს ბრაუნის კონცერტზე პრინცი ამოყავს ხო მე მგონი თუ ჯექსონი ამოყავს მე მგონი პრინცი ამოყავს ხო მე მგონი პრინციც არის ჯექსონიც არის მაგ კონცერტზე იყავი კი რო ჩავხდა ბასენ აუში მეც ვიყავი მან დიქ ლაგუნაზე ხო მაგრამ 2 დღე იყო მე 1 დღე ვიყავი მახსოვს ეგ просто ბასენში ჩავხდა მახსოვს ხო მაგათმა ჩამოიყვანეს გაიზეთ ყავდა სტუმრად ცოტა ხნის წინ ჯერ არ გასულა ეგ გადაცემა ვაფშე როგორ შევედით არ მახსოვს ძალიან ადრე ხდება და მაშინ ბილეთები ისეთ ძვირიღი და ჩვენ ვერ ვიყიდით საიდანაც შემიყვანა არ მახსოვს მე კიდე მახსოვს ლაგუნაზე იყო სმოკის კონცერტი ბლიცი იყო რაზე არ ვარ ნაყოფ ეგ რომდის იყო რომელიც მე ვარ ერსენცფაის კონცერტზე სამყოფი ვარ თბილისში არა გასულ პარიზში ერსენცფაი მთელი სასტავი და ანუ ისე ხოჩი რო იყო აი მორის ვაიტი აღარ იყო ვიქტორ ბეილი იყო რა მაგარია
ლაივში ალბათ ძალიან ძალიან და Miles Davis-ის კონცერტზე ვიყავი Art Like პარიზში მეოთხე რიგში ვიჯექი როგორი საგიჟეთი იყო ეს ვერც აკიხსნი რა პლუს ენერგეტიკა რომელიც ფირზე არ იგზნობა რა ხვდები რას გეუბნები თან ახლოს როზი ხარ რა ეს მუსიკოსების სახელები ქონდა კარტონებზე დაწერილი რა არა ეს დახედავდა შეხედავდა მიიტანდა და ყველა სოლოების დროს მიქონდა რა და დრამის სოლო იყო და მივიდა ესე და ერთი მომენტი დააგდო ესე ჯოხი დაუჭირა და როგორი პაუზა გამოვიდა ესე ნიკა ეს შემთხვევით დადგმული არ იყოს 100%-იანი ვერ დადგავ მაგას რა და ის სინკოპა გამოვიდა რითმში ისეთი საგიჟეთი რომ აი თელმა დარბაზმა იყვირა რა ოთახში რო ხარ მუსიკოსთან ერთად აი მე არაერთხელ მქონია შემთხვევა როცა აი საერთოდ არ მევასება მუსიკოსი ერთ ოთახში არ არის აუცილებლად მაინც და მაინც გვერდზე მეჟოს მაგრამ ლაივში მომისმენია და აი ახთოვანებული წავსულვა რა აი საერთოდ რო აი ცხოვრებაში რო არც ვიფიქრები მაგის მოსმენა შენ გევასება ესე არ გევასება თორე ენერგეტიკა აქვს ტიპს რახან ეგეთი გახდა და ხო ეხ პროსტა აი სახელი არ მინდა თქვა მაგრამ აი როგორ პოპ მომღერალთან ერთად აღმოჩნდა ერთხელ იცი რო აი როგორ მეკრინჯება იცი აი ვერ აგიხწერ და აი რახან ეგეთი პოპულარული გახდა ესე იგი ენერგეტიკა ქონა ალბათ რო დაიწყო სიმღერა ეს ადგილ დაბადების დღეზე ვიყავით და დაიწყო დაკვრა და ინგლისში ხდებოდა აი ყავს ეგ კი არა მე მგონი მაგაზე ნალაპარაკები მაქვს მაგრამ არ ვიცი აი ადამიანი პროფესიონალი რო არის თავისი საქმის რა იმის და მიუხედავად რომ არ მევასება მისი შემოქმედება ეგეც მაგრამ ეხება რა შეიძლება კავერს უკრავდეს აი voice-ში გახსოვს ერთად რო ვიყავით ვიჯექი რაღაც ჟურიში მან და იმედი არავის არ ეწყინება ხან აი ესე რომ ღერიანი ხე ვიტნი ჰიუსტონის კავერებს და რაღაცას მაგრამ კიდია ხა ვაფშე არ არის შენ ბიჭო ზოგი ისე მღეროდა რომ მაჟრიალებდა რა და მიკვირდა რომ რა გჭირს ბიჭო ახლა ორგანიზმი არ ორგანიზმს ვერ მოატყუებ რა მაგალითად ცივი ისტორია ჩემი ირაკლის და გეგასი ძველ ბიჭებთან ქონდა სულ რაღაც კონფლიქტები ხოლმე მაგრამ იმ პერიოდის ძველი ბიჭებიც არ გიმეტებდნენ ისე რა ესე რომ გინდობდნენ ხო რა რაღაცა ისეთი იყო რომ მაინც ლმობიერი დამოკიდებულებები არ დაგვიდავდნენ და ეხა იყო გოგოების გამო რა ეხა ჩვენ რაღაც საღამოები და კონცერტები და რაღაც გოგოებს ვევასებოდით რა და ერთ-ერთი ირაკლისზე იაჭვიანა ვიღაცამ და კიროვის პარკში გვაქვს ისა რა სტრელკა რა სუქცემდენ ჟობნიდნენ ეხა ჩხუბში რა და გეგამ თქვა რომ მე წამოვიყვანო ერთსო მაგარ ავტორიტეტულ ტიპსო ჩემსანაც ესავს ეხა სახელთა გვარს არ დავასახელებ რა და ჩვენ უფროსი იყო რა ჩვენზე მოიყვანა რა და იქიდან ხო დგანანეს ძველი ბიჭები რა აქეთ ჩვენ მდგევარ და ის იმათ შორის პირველი ტიპის მერე ჩადგა რა და ესენიც მაგრად შეშინებულები არიან რა და ნუ გეგამ რო ნახა რომ იმათმა იზადნესო და ჩაისვარეს და გააქანა წიხლი რომ იმ პირველს ლეწოს სახეში რა იმ ძველბიში ის ჩაიკუზა და ვინც მოიყვანა იმას ლეწა და გაითიშა როგორ გწევენ გავხეთქეს შემით თან წიხლი მოინდო მაგარატისტი იყო თან გეგა იქნებოდა ფეხებს ფანტასტიკური ხო და თან წარმოიდგინე ინერციით აცთენილი უკვე იმერც მოხდა ისეთი საშინელება აი მართლა გათიშა რა და ერთხელ იყო კიდე სასწრაფო ერეკლე ბადურაშვილმა ავალო და ჩამოვლა ხაური და ქვით ველოდები და გავიდა 40 წუთი გავგიჟდიდო ხავალ ჩამოვა მაგარი ხო და ხო დავინახე რომ პანჯერაშიც დაუძახა და ავედი და ვიღაცა გამოდის კარებიდან კარი ღია რა და ყველა არის სადღაც აბაზანასთან კონცენტრირებული რა შევიხედე და ვიღაცას ეს ყელზე აქვს შარფი მოჭერილი და შუბლიან სისხლი მოდის და მეთქი აწამებენ და აღმოჩნდა რომ ვენა არ აქვს ხო რა აუ რა პასნი რაღაცა ნუ გამოვიდი აქ დავჭიქი და გამოვიდა ეს ხალათში ის ვისაც უკეთებდნენ აქ რა განტრონგას შემხედა და
შენ რა მეგრელი ქალები წაგიკრია ბიჭო თავზეო მე მეუბნება რა ბენდანის პონჩი და უბედური იყო სადმო მივიდა თავში აზრს და ბიჭო მაგრამ მეცნობე მეთქი და შენ პიონის სასახლეში ბალეტზე არ დადიოდი მეთქი და როგორი პაუზა იცი რომ ეხა ამას უყურებენ რომ უნდა მომკლან თუ რაქნა ის როგორ და ამას აუწყდა აღვი რა მითხრა ჯმა ოჩემი თუ რაღაც სიცილიათე ხარ რა ის ვიღაც უბედური ის იყო უნდა უთხრა ხოლმე არა ის იყო სერიოზული ავტორიტეტი ხალაჩი და ყველა მაგის გარშემო თუ რაღაცა და მეც საიდან მომევიდა თავში აზრად ეგ სიტყვები და ბალერონი იყო და ხო და კიდე მე სულ რაღაც ეგეთ სისურელებს ვიძახთი ხოლმე რა ინტერვიუ რა რაღაცა რა სადღაც ინტერვიუზე ვარ და რა სიტყვია რა 90-იანები თბილისზე რა ლაპარაკი ნუ მეთქი ხა 90-იანები ბესპრიზელი იყო მეთქი რა უკანონობა ყველაფერი და იყო ასევე ქურდული სამყარო მეთქი რა და ხა იქიდან მეთქი 90% ქურდების ალბათ კგბ-ში იყვნენ გაფორმებული კრიჩკებით მეთქი რა და ხა იდეალისტი ნაღდი ქურდების 10% ალბათ იყო მეთქი რა და სხოტკა ყოფილა ქურდების მე მომივიდა ამბავი რომ ეგვგენიძემ ბოზები დაგვიძახაო და რა უყოთო რა და ერთს უთქვია რო გითხრასო იმათ პროცენტში არა ხარ მე რას უთქვიო ოჰო თავში გადავჭი თვითონ გაიჭედეს თან და მე რაღაც სისულელებს ვიძახთი ხოლმე რა ჩვენც არ ვაკლებდით სისულელების სროლას სხვათა შორის აი ამ ძველ ბიჭობას ჩვენც რაღაც ეს მოდურიც იყო იმ ჩვენს პატარა ბავშვობის პერიოდში რა და ერთ-ერთი ისტორიალკა გვაქვს კიდე რაღაც ბაღში რა ისევ რა და ნუ მოკლედ ისეთი სასტავია მოსული კარანდაშა მოიყვანეს იყო ავტორიტეტი რა ძალიან ისეთი და კარანდაშა რო დავინახეთ აი კარანდაშ კლოუნი ვიცი ადრე იყო არა ბიჭო ეს კარანდაშა იყო ვაკელი ძალიან სერიოზული ავტორიტეტი ძველი ბიჭი რა და ნუ დავინახეთ კარანდაშა ვაფშე всё დაღუპულები ვართ რა და მე რაღაცა დავიწყე რომ არ არიან რა პრავები თუ რაღაცას ვაპარაკობ რა და უცებ ეს მეუნება რომ დათო არ ცხენიაო თო რა პრავილებზე ლაპარაკობ შენ ადგილასო მე შენ არის მუსიკას წერდეო ამაზე ვაფშე არ ვილაპარაკებდიო და აი პრავილების რო ლაპარაკობ აი მათ დაგენძრაო პირველი ტყვია როდის მომხდება ის არ ვიციო რა დედასპიცა ვარ გავფრინდი მოსკოვში სტუდენტი ვიყავი რა პირველი კურსის და ერთ კვირაში ვიგებ რომ კარანდაშა მოკლეს და როგორ ჩამჩა იცი აი ვერა გიხსნის ნათქვამი რა ეგრეა რეალურად ვინც მაგ მოედანზე შედის იმას ბევრად მეტი მოეთხოვება ანუ თუ შეხვედი მაგათთან დიალოგში და ანუ ეგეთივე გინდა იყო იქ დანძრეული ზუსტად ამიტომ ჯობია რაც ხარ ის იყო რეალურად და გინდობენ მანდ ხო აი ეხა ნორმალური ეს პირობითად რო დავარქვათ ნორმალურ გარემოში ეგეთ ჩვენი ჩაცმა იყო ყოველთვის რა ეხა საყურეებენ და ნაგესმის ჩვენი კონფლიქტის მიზეზი ხო ესე ჩვენ დროს იყო აი კონფლიქტის მიზეზი და წარმომიდგენია მაგდროს ჩვენ 70-იანებში წარმოვიდგინე რა მე ბენდანა გავიკეთე მე-9 კლასში თუ სამ დააძრე ბენდანა გელა ჩარკვიანმა მაჩუკა ამერიკიდან ჩამომიტანა კისერში გასაკეთებლად რა თქმა უნდა და მე თავიდან ესე გავიკეთე რა აი ესე კი არა ზორტად რა და საყურე ბიჭო როგორ უცნაური ამერიკაში წავედი აი 88 წელს პირველად კლიპსი მინდოდა იქ რომ კლიპსით მიარა და შევედი რაღაცა და რაღაც ვეუბნები რომ ეს კლიპს რაღაცა ჩემი ინგლისური და არ გამიხვრი და ვერ მიხვდა რა მინდოდა ჩამოვედი საყურეთ და თან ლინზები ჩავედე ფერადი ცისფერი თვალების თვალებში და ბებია ჩემო და რუდა მინახა საყურზე ცისფერი თვალებით სასწრაფო გამოუძახეს რა აი იქნებოდა და ეს რა არისო და მეთქი კენჭი გამეჭი და მეთქი და დასხივება გამეკეთეს გამიცისფრდა თვალები მეთქებია ჩემს ისე მინდა გითხრათ ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ ვაფშე ჩაცმაზე გინდ ოჯახში გინდ ქუჩაში გიტრაკებენ რაღაც ასაკის მერე ეგ ყველაფერი მიდის
გაბარა არავის უკვე კითხვა აღარ უჩნდება რა მე არ რატო გაცვია ესე ისა ჰა მე გამიმართლა მშობლებში რომ არ მქონია ეგ პრობლემა არა მშობლებში ისე ქუჩაში ცხოვრობ აი რაღაც ასახს აღწევ და აი რაღაც დროს მივხვდი რომ кайხანი არავის არაფერი არ გაუტრაგებია ჩემთვის და ხო ეხა მე ეგრე ხარ უკვე 40 წლის ძია რო ხარ ეხა არავინ არ მოვა და ეგ მაგას არა ეხა დრო სხვა არის რა დიდები ხო არ აკეთებენ პატარა ბავშვები აკეთებენ ეს პატარა ბავშვი შენგან არ მოვა მივა თავის ხელასთან ის ხო რეალურად იმ პერიოდს მახსენდება საბჭოთა კავშირი საქართველოში მაინც რა რაღაცა ყოველთვის წინ ვიყავით რა არ ვიცი მე აი შენ უფრო იცი ხა მე საბჭოთა კავშირის დროს დიდად არ მიცხოვრია პატარა ვიყავი და მართლა ეგრე იყო რომ საქართველოს განსაკუთრებული ქვეყანა იყო თუ ჩვენ რაც მოდრები ვართ ქართველები ვართ გავიძახ არა არ არის ეგრე ნამდვილად განსხვავებული იყო რა ეხა მე ხო კონსერვატორიაში რომ სწავლობდი მიწევდა სხვადასხვა რესპუბლიკაში მოსკოვის კონსერვატორია იყო ყველაზე მთავარი სასწავლებელი ამ 15-ვე რესპუბლიკაში და ტურში წასვლა რა კონცერტებით და ბევრ რესპუბლიკაში ვარ ნამყოფი რა აი რო გიკვირდა მე რომ თბილისში რომ ბრუნდებოდი რომ შედარება არ არის რა მაგრამ კაი აი ლიტვა ლატვია რაღაცეებში ხო რა ქვეყანა დაანგრა აი ლიტვა იმიტომ რომ ნახე რას გეუბნები იქ ლიტვა ლატვიებიდან და რაღაცეებიდან მაგ მხრიდან რა რაღაცეები ისეთი ჩამოხონა ტანსაცმელი რაც ჩვენთან არ იყიდებოდა და იქ იქაური წარმოდგა მე გეუბნები ცხოვრების წესზე რა ეხა ხო გეუბნები აი ყველგან ნამყოფი ვიყავი რა და აი იგივე მაგალითად რა ეხა თვითონ აი მანერა გემოვნება მუსიკის არჩევა ეგ სხვა ამბავი არის გემოვნებას და იმას არ ვიძახი, მაგრამ გაიოზეც ხო ბაზრობდა, რომ იქ რო ჩავდიოდო, ბარი იყო, ჩვენთან ბარი არ იყო, თქვა, გვიან საბჭოთა კავშირში გეოვნების 70-იანების. იქ რო ჩავდიოდ რაღაცეები იყო, აქ მაგრამ საზღვრისპირა რო იყო, მაგით ახსნა. ხო, მაგრამ გაიოზი იმასაც გეტყვიდა, მაშინ პირველი ჯაზ ფესტივალები ჩვენთან ტარდებოდა. კი, გითხრა. გაიოზემ ჩაატარა 78 თქვა ხო თუ რაღაცა იგი პირველი ჯაზ ფესტივალი საგიჟეთი შე ხო არ იყავი შემთხვევით მან და 80 წელს რო იყო როკ ფესტივალი აი ეგ მაინტერესებს 80 წელს რო იყო როკ ფესტივალი იქ რაღაცები მოხდა თუ გახსოვს მე მოსკოვში ვიყავი არ იყავი მე 77-დან 85 წლამდე 5 წელი კონსერვატორიის სტუდენტი და 3 წელი ასპირანტურა. კაცი გაიოზმა მოყვა რომ იქ რაღაც გრებენშიკოს სუპანკია რაღაცეების სცენაზე და ნუ აქ რაღაცები მოყვა რა ძალიან გაუტყდათ საქციელი სპონჩი რომ რაღაც იქ დაწვაო და რაღაცა იქ რაღაც სექსუალ მოძრაობას აკეთებდნენ. ეგ მაინტერესებს რა. ანუ ეგ გაიოზი ხო დიდი იყო და მაინც ხიც რაღაც აი მაინტერესებს იმ პერიოდის აი თუნდაც ვალერას თვალით ეგ რა იყო ალბათ მამაჩემი იმ დღეს ახლა აღარ მოყვა მამაჩემი მიყვებოდა რომ აიო ისა ხემიო სკრიპტის ხემიო აი ესე ფეხებს შორის ამოუსვაო და ეგ იყო მთელი ამბავი. ხო. სუ ბევრ არაერთხელ აქ მოყოლილი მამაჩემს ეგ ამბავი და ატეხესო პანიკაო. ასე გებიან. მე შეიძლება ჩვენთვის ეხა არაფერი შეიძლება მაშინ ეგ იყო ტრაგედია ხემის ამოსმა ფეხებს შორის. ანუ სკრიპაჩმა გრებენშიკოს ამოუსვაო რა. ჰოთ. შეიძლება ეგ არის სექსუალური მოძრაობა ხა ჩვენთვის ეგ არაფერი არ არის. არა იგეც რო ყოფილიყო პირიქით რაღაცა რა ვიცი. ნუ ეხლა ჩვენ სხვანაირად ავიღოთ. ეგ არის 80 წარმოიდგინე 46 წლის წინ. წარმოიდგინე 78 წელს. ყველა რესპუბლიკამ მიიღო ეს კანონი, რომ თავარი ენა უნდა ყოფილიყო რუსული. ერთადერთი არ მიიღო საქართველოს. მეც ვიყავი ქუჩაში. 78 წელს. და ჩვენთან ვერ გაიტანეს. მე ყველა რესპუბლიკას დაუბრუნდა იგივე რომ ექსკლუზივი არ ქონოდა ჩვენც პირველები არ ვიყავით, ვინც გამოვეყავით საბჭოთა კავშირს. რა თქმა უნდა. ხო და მაგას ვიძახი რომ საქართველოს ყოველთვის ავანგარდი იყო რა რაღაცა რა პროტესტის ნამდვილად ვერ იტყვი რომ იოლად სამართავიერი ვიყავით რა. ხო და ეხა მუსიკალურ თვალსაზრისით ხა თქვი და ვალერია აიღე რა. იმ პერიოდში რა მუსიკას უკრავდა მომაშენი და ძალიან მაგარი რამე იყო. ისე ვალერი როდის გაიცანიშ? ბიჭო პატარა ვიყავი რა. პატარა და გიждდებოდი და აი ფანი ვიყავი რა. მე ერთხელ მახსოვს 2000-იანი იქნებოდა და მოვიდა მაგარი ნასვამი სახში ევგენასთან და ჩარკვიანთან ერთად სვავდიო რუსთაველზე კლუბი იყო ნოა თუ რაღაცა ეგეთი და გალეწეგე ძალიან იშვიათად მინახავს ეგეთი რა და ეთყობა თქვენ აკვაც. კი აურა ბედნიერება იყო. ჰა? რაო?
არაფერი, მაგრამ გატყვრა ამათთან ერთად და ეგ მას ჩამჩა რატომაც რა, ეგ ამბავი რა. როგორ მახსოვს წყნეთში ვართ მე და ირაკლი და მოდის ისა ყურზე აქვს ლეიკოპლასტერი მიკრული რა. და ვიღაცას მოუგლეჯია ესე ის საყურე რა, საწყავს აგრეჯილი ქონდა ყური რა. აი რა. იმეც მქონდა დანების მოდებები ყურზე და რაღაცა. ისემა ძალიან მაგრამ ახსენდება ღია კინო რა წყნეთის რა. სად იყო ღია კინო წყნეთში? აი მინისტრთა საბჭოს დაჩები რო იყო გახსოვს არმისული მინისტრთა საბჭოსთან მარჯვნივ იდგა ღია კინო ესეთი რა. და იქ იყო ტუსოვკის აი მაინც პალანკა რო არის ხა? აქით აზონისკენ მე მგონი ის მიროსელდა ცხოვრობს. ხო, მაგრამ მან ორი მისადგომი აქვს მაგ მინისტრად. არა აი ტრასიდან ესე რო შედიხარ კი არა აი ესე პირდაპირ ტრასას რო ანუ რო მარცხნივ რო მარცხნივ და მე ზევით ხო და ეხლა მან მარჯვენა მხარეს პალანკა არის. საგარეები სადაც ცხოვრობს. მათ ქონდა ჩვენ სახლი და ბაკურასაც ხომ. თქვენი სახლი ცხოვრობს გვერდზე. ხო, ჩემ დროს მან კინო არ იყო, ჩემ დროს პალანკა იყო. არა, მან იყო აი ყველაზე ტუსოვკა თელი შეყვარებულების ამბავი მან ხდებოდა ღია კინოსთან. ხო, ეგ კინოთეატრი მეც არ მახსოვს. კინოთეატრი იყო ცენტრში. არის ძველი. მაია წყნეთელის ძეგლი იდგა და იქ დახურული კინოთეატრი მახსოვს, ერთხელ დაჟე კონცერტი გავაკეთეთ, გახსოვს, ხო? ჩვენ უკრავდით მინისტრთა საბჭოში იყო რაღაცა რა მეორე სართულზე იდგა როიალი რა და მე ირაკლი იქ ყოველ დღე მართავდით რაღაცაებს რა. რა მაგარი დრო იყო თო. რაღაც დროს ირაკლი გამოგეცალა აი ალტერნატიულ მუსიკაში რო გადავიდა? ირაკლი სულ ჩემთან ერთად იყო რა. ყოველთვის კანარებზე ვიყავი, კანარებზე მოსკოვში ვიყავი, მოსკოვში ვიყავი. მაგრამ აი ამ თავის ახალ ძმაკაცებთან გამეგობრებდა თუ ისინი ცალკე ყავდა და შენ ცალკე იყო? იცი რა აი დადალადო ვიღაცებთან ხო თუსაობდა რა. ერთი პერიოდი დაემთხვა როცა მე აღარ ვიყავი, აი ის 4 წელი კანარებზე რო ვიყავი, ირაკლი კი მყავდა ჩაყვანილი, მაგრამ მყავდა იმ ფესტივალზე რა. ხო ხვდები რა ვიზახი და ერთი კაი ჯამში პარიზიანად რო ავიღო 9 წელი, აი ზუსტად მაგ პერიოდს ემთხვევა, მე საქართველოში არ ვიყავი რა. ანუ ეს აკაურტუსოვკაში იყო და ხო და ირაკლი ფანტასტიკური მწერალია პლუს. ჯერ ხომ წერალი იყო იდეაში. ხო, მაგას გეუბნები. პოეტი და ის მე რაც ვარ წაკითხული 7 ცურვა ძალიან კაი. ძალიან. მაშინ უნჭიერეს ბიჭი იყო რა. კი, საკმაოდ. ეგელა იყო ფანტასტიკური, არ დამავიწყდება. მაგათთან სახში რა, პეკინზე რა, კუთხის ელექტრონიკა სადაც არის. მე გიგა ირაკლი ვარ რა და გიგას ქონდა მაგარი დამხეცებული ერთი რამე რა. ფანჯარა ხო იყო, რომელიც გადიოდა ბახტრიონის მხარეს. იქ იყო ეს ელექტრონიკის აბრა რა ესე რა. და შეგიძლია იმაზე ჩამოჯარიყავი რა. და ნუ გოგოს რო აუხსნიდა სიყვარულს და ის თუ რაღაცას გაიპრანჭებოდა და მე გადახვდები მაშინა და ხდებოდა და იმაზე იკუზებოდა და კივილი უნდა გენახა იმ გოგოების. მე გელა ატარებდა ხოლმე კონცერტებს რა თვითონ თავის როკოპერების და იმის რა მაგარი დრო იყო თო. ეგ ელექტრონიკა გახსოვს ბავშვობაში? მაღაზია პეკინის კუთხეში იყო. მე მაგის თავის პრობლემა მაღაზია იყო ჩემთვის აი სასწაული. ამის იქით არაფერი არის თუ დღე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ რაღაცა ხო ელექტრო რაღაცა ნივთები იყიდებოდა, ხო? ისე შემა ის იყიდებოდა. აკვია იმას. ეგ იყო და კიდე იყო იუნი ტექნიკი იყო სანაპიროზე. ეგეც რაღაცა ელექტრო რაღაცა. თან მანქანები ჩვენ სად ყავდა მაშინ რა და მამებს ყავდათ რა გელას და მამაჩემს რა. და პარავდით ხოლმე ხან გელას მოპარავდით მანქანას, ხან მამაჩემს რა და ეგ იყო ძალიან სასაცილო ისტორია, იმიტომ რომ მამაჩემს ეყენა ცეკავშირში მუშაობდა სადგომზე რა. და უკან რომ მიყვავდა სანამ სამსახურში იყო, ვიცოდი რომ სააზე ამთავრებს და მანქანა დახვდეს. იქ სადაც თვითონ დააყენებდა ის ადგილი აღარ იყო სხვა ადგილი. და ვაყენებდი სხვაგან და ეს ხდება ერთი თვერა და დედაჩემთან ლაპარაკობს მესმის რომ დინარა მე მგონი სკლეროზი მაქვს. მანქანას ერთას ყილას ვაყენებ სხვაგან ხდება და საანდაბნეული ვარ თუ რაღაცა და გელას კიდე მე ნანას ეუნებოდა რომ ბიჭო, მანქანას დავაყენებ და დილას ხდება 4 მხრიდან გასმულიო და კაი, აქედან გავუარა ვიღაცამ გავუსო, მაგრამ იქიდან სახლის მხრიდან ანეთ გავუსვეს. და ირაკლის ისე ვერ შეყავდა რომ არ გაედო რაღაცისთვის რა.
ეგ დაჟე მეც ვიცი რომ ირაკლი განსაკუთრებით ცუდი მძღოლი იყო. აი ვაფშე საშინაოდ გამიგია ვიღაცები. ახალქალაქთან იყო აკადემიის გოგოები მიდიოდნენ პრაქტიკაზე, იქ ხატავდნენ რა და ჩვენ ვაკითხავდით ხოლმე რა. და გელას მოვპარეთ მანქანა და წავედით მე და ირაკლი. ჩავაკითხეთ რაღაცა ვიგულავეთ რა გოგოებთან ერთად და აი როგორი გზა არის ერთი მანქანა ეტევა და აქიდან ამაღლება ესეთი რა მეორე მანქანა გვერდს ვერ აგიulis. და ჩვენი ახლობელი ნინო გორდელაძე მოდის ცხენით რა და ვერ გააჩერა რა. და ცხენი დავარდა კაპოტზე და თვითონ სახურავზე მანქანის და მანქანა ჩაჭრეტილი მიყვავს გელასთან სახურავი და კაპოტი რა ცხენის ფლოქვიანი და დავაყენეთ ეს მანქანა გელა აი ავარია მინახია მაგრამ ეს რა არის და ცხენი დაგვახტავდა როგორ სიცილია უტყდა იცი ამდენ სიმართლე უთხარით რა ეხა კარგი შედარებით ყურადღებიანი მძღოლი ხარ ხო ბიჭო მოტოციკლეტით დავდიოარ ხა ცუდი მძღოლი რო იყო ცოცხალი არ ვიქნებოდი აი მოტოციკლეტზე აღარ ვჯდები რაც აი მეც რო იყიდა ცოტა ისე შევხედე ამის მოტოციკლეტის ყიდვას მე პარიზში მომივიდა როგორ რაღაცა იცი რომ აი მანქანები ხო დგანან და ვეტეოდი რა მოტოციკლეტით ხტები ამათ შორის რო გამევლო და რო შევედი უკვე ამანა მოატრიალა ბორბალი და ეს ტერფი ასე ხო კიდევ გამომედო და მომწყდა რა იმის მერე მოტოციკლზე არა მეც ვია ტრანსპორტებთან რიდით ვარ ისეთები მაქვს ნანახი რომ არ ვიცი აი გაჩი დათო ჩვენ გვაქვს ესეთი ჰერიოს რუბრიკა ქართული სპიკერების კარგ ვცდილობთ რომ ესეთი არც თუ ისე პოპულარული სიმღერები ზედაპირზე ამოვიყვანოთ რომ ფართო მასებს გავაცნოთ და რას შემოგთავაზებ უსიამოვნებით მოვისმენდი მამაშენის რამე სიმღერას რას ვალერის სიმღერას ვალერის სიმღერას რა მარტა გავისურდა კარგი ჩავრთავე ხა ვაფშე არ ვიყავი მაგის ზად მაგრამ Spotify-ზე მიდოს ერთი სიმღერა ვალერის რომელსაც მე ვღერი და ყველას ეგონა რომ ჩემი სიმღერაა და ვიპოვე ძველი ჩანაწერი ვალერის ძალიან მაინტერესებს რომლის სახელი არავინ არ იცის სისხლიან ხელებს ო და ეს ჩემი ვერსია მაინც ერთ წუთი ხო უნდა ვიპოვო ვალერი ნუ შენ ვერსიაში სიროკი ქვია ხო მაგრამ ნუ ეგ ჩემი მოგონილი პროსტა სიმღერასაც ეხა ვიხსენებდი რა ქვია თქო და თან ხო ვიცი რომ რა ქვია მაგრამ ეგ სიროკი შენსას ხო ოდნაუნელი ტონალობა სხვა არის აი რომელი წელია ეს 80-იანებია საგიჟეთია ბასი ნახე სუაკორძია სახამბერიც ხმა გავს არა მე ვერ ხვდები გოგა ხმა არ გავს რაღაცეთ კი როცა იქ რა მაგარი დაკვირა მოდის ცოტა ვალერა აქცენტია გასულად ბაზრობდა ამიტომ და თავის პრონუნციკოდა რა ამის ისტორიას მოგიყვები ამის ჩაწერას დავესწარი მელოდიაში და მე დაიკარგა ეს ჩანაწერი რა და მე რო გავიზარდე მეხსიერებ დაგვიდგინე და ჩავწერე ეს სიმღერა და ყველას გონია რომ ჩემი სიმღერა მე ვიპოვე ეს ჩანაწერი და ეხა სადღაც ბაბინაზე დადა დადიანის ტექსტია. მართლა? ბაბინას ეგრე ეწერა. მე დადას გამო მომხსნე ჟიურიდან ისი? რა? ჟიურის თავმჯდომარე ვიყავი რაღაც კონკურსზე რა, უნივერსიტეტში ტარდებოდა. აბა მოხერე. და ქართული სიმღერები, მომღერლები ვიღაცები იღებდა მონაწილეობას და აზია რომ გამოდის დადა რა.
მაგრამ მომეწონა რა და მივეცი პირველი ადგილი და მომხსნეს. შენ ხო იგივე ქენი afternoon versions-ზე. ხო, აქ მონგონი მოყვას იქამ ხო ეგ ამბავი რა რომ afternoon versions რომ მიეცი Grand Prix, მაგრამ მაშინ ვეღარ მოხსნეს, უკვე ავტორიტეტი იყავი. ოღონდ ფესტივალი იყო სოსო პავლიაშვილი და რაღაცები გამოდიოდა და afternoon version-მა გაიმარჯვა. მამათი ვარსკვლავები რა ყველას. ეგ სუაკეთებდი ეგეთ რამეს რა. და ჯობდა ის კი არ იყო რაღაცა რა, ბევრად უფრო საინტერესო იყო და თვითმყოფადი და თანამედროვე რა. ეხა მაგარ რაღაცას გეტყვი. ეხა ჩემი შვილებმა ბენდი გააკეთეს და ამ სიმღერას ვღერიან. კაი რა. უკვე მესამე თაოდმა ვღერის ამ სიმღერას. მაგარია თო. ხო და მე მაგ ყველაფრის მერე წახვედი, წამოხვედი, ჩამოხვედი, დამკვიდრდი აქ. აქ როგორ გაგრძელდა რა ხდება? აქ რა ჩემი მოღვაწეობა პირველ არხზე ხა ნიკამ მშვენივრად ის რაც მიკეთებია ძალიან ბევრი ფესტივალი გავაკეთეთ სხვათა შორის საკაიფო ფესტივალები რა ქუჩის მუსიკოსების ამ ფესტივალი ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალი თან ამ мотивация იყო ის რომ პოულობდით ამ მუსიკოსებს და ვარსკვლავები უკრავდნენ მათთან ერთად აპირდაპირ უკვე ვარსკვლავებთან ერთად მართავდნენ კონცერტებს ქართულენოვანი მრავალჟანრობრივი სიმღერების ფესტივალი, 3 ფესტივალი უვერტიურა კლასიკური ქართული მუსიკის და მგონია რომ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ კლასიკაში მაგალითად არ ჩანდნენ რა, რო არიან კომპოზიტორები და ერთზე 14 კომპოზიტორი შესრულდა, მეორეზე 17. და თუ არ შესრულდა კომპოზიტორი мотивაციას კარგავს მუსიკის წერის რა. და მე დაიწყეს ამ კომპოზიტორებმა უკვე ცალკე ხდებოდი მათ კონცერტებზე და რაღაცეებს რა და გონია რომ კაი საქმე გაკეთდა ამ ფესტივალებით რა. ხო და ის 12 მოციქულია კიდე არის? კი ეს ჩემი გადაცემა 7 წელი შეუსრულდა უკვე. ბავშვების ევროვიზიაზე წარმატებული არის და აი დიდების ევროვიზია ალბათ თვითონ ეს დიდების ევროვიზია ვერ წავიკითხე რა კონტენტია რა. სიმღერის ამოცნობი ფენომენი არის вообще. ხო აი როგორ რაღაცა ის რომ ნამდვილად ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც დაემთხო ჩემი აი ეს პორტუგალიელი ბიჭი რომ ღეროდა მარტო ხო? აი ეს იყო შემთხვევა სადაც მართლა სიმღერამ გაიმარჯვა რა. დანარჩენ შემთხვევაში ან კონცეფცია იმარჯვებს ან რაღაცა რა და არა მუსიკა რა. ცოტა პოლიტიკა ცოტა ის ცოტა ხო რა. და ბავშვებში იმენა კონკრეტულად მუსიკაა და მაგიტომაც გაგვიმართლა ბევრჯერ რა. შენ რანინაშიც იყავი ხო? რანინაში სულ არ რა. ყველა ეს რანინა თავიდან რაც იყო რაღაც პონჩი ძალიან ეხლა რავი წლები აღარ მინახავს, მაგრამ რაღაც ის რამოდენიმე ძალიან საყვარელი ბავშვი არა რანინა დღემდე ძალიან მაგარი პროექტია რა. ნამდვილად შემილია თქვა. იმიტომ რომ აი მე ხომ მგონია რომ უკვე ვიცი მე რამდენი წელია ჟიურის თავმჯდომარე ვარ რანინაში სულზი ვარ ხო? არ თავდება ეს ახალი ბავშვები და რეპერტუარიც ფანტასტიკური და ფანტასტიკური ვერსიები ამ სიმღერების რა ეგ წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის არის რა. აი ნამდვილად შემიძლია თავდებში დავდგე რომ ეგეთი პროექტი საზღვარგარეთ არ მინახია ბავშვების რა. ბავშვები არიან მაგრები. ხართ საქართველოში ხო რაც და ჩვენი ხალხური მუსიკის სავსიც არის არცად ვოკალურს გულისხმობ რა. ეს მრავალხმიანობა და საოცარი ხალხური მუსიკა გვაქვს რა. და რა მაინტერესებს რანინადან ეს ბავშვები რო იზრდებიან მე ისევ აგძელებენ კი როგორ არა აი მაგალითად ეხა სექსტეტი ბუგმაქსი რო არის ფანტასტიკურად ღერიან სულ ყველას თავის კარიერა აქვს უკვე დღეს რა და თან ერთმანეთს არ კარგავენ სულ ერთად დადიან კონცერტები ანუ აგძელებენ ძირითადად კი და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ მან დართავდება რა შემიერია შვენება და მაისი რა მე მგონი ძალიან კარგი მე მინდა ფინალისკენ მინდა კიდე 2 დღის წინ შეუსრულდა ეს არ ვიცი როდის გავა ეს გადაცემა ალბათ რაღაც ერთ თვეში დაახლოებით ერთ-ერთ ბავშვს ციხეში შეუსრულდა 20 წელი ერთ-ერთ პოლიტპატიმარს და აქედან მინდა ჩემი მხარდაჭერა მათ შორის ბზია მაღლობელთა და ყველა ვინც უდანაშაულოდ იხდის არავინ არ გასამეტებელი არ არის არავინ რა მით უმეტეს ვინც უდანაშაულოდ არის ხო მკვლელებზე არ ვლაპარაკობ რა თქმა უნდა რა
ასე რომ წავედით ფინალისკენ. ხალხით გეხოვით. მადლობა რომ ვიყურებთ.